2017 წლის 15 ნოემბერს ნიუ-იორკში კრისტის აუქციონზე მორიგი ვაჭრობა მიმდინარეობდა. აუქციონზე იყო გამოტანილი ლეონარდო და ვინჩის შედევრი, რომელსაც ჰქვია სალვატორ მუნდი, სამყაროს ხსნელი იესო ქრისტეს პორტრეტი, რომელიც ლეონარდომ დახატა მე-15-მე-16 საუკუნეების მიჯნაზე. დიდი ხნის განმავლობაში ეს ნამუშევარი დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ შემდეგ აღმოაჩინეს და ერთი პერიოდი იყო გალერეაში ეკიდა და შემდეგ გამოიტანეს კრისტის აუქციონზე. პირველადი ფასი ამ ნამუშევრის შეადგენდა $100 მილიონ. ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ვაჭრობაში და ბოლოს სალვატორ მუნდი იყიდა საუდის არაბეთის პრინცმა ბადრ ბინ აბდულა ალ საუდმა, ბადრი ერქვა კაცს, რომელიც ოფიციალურად გამოდიოდა აბუ-დაბის კულტურის და ტურიზმის დეპარტამენტის სახელით. ანუ გამოდიოდა, რომ ოფიციალურად ეს ნამუშევარი, იესოს ეს პორტრეტი იყიდა მუსულმანური სამყაროს წარმომადგენელმა, ამ შემთხვევაში აბუ-დაბის კულტურის და ტურიზმის დეპარტამენტმა. გავიდა დრო და გაირკვა, რომ რეალური მყიდველი ამ შედევრის იყო საუდის არაბეთის პრინცი, კრონპრინცი მოჰამედ ბინ სალმანი, ან MBS-ი, როგორც მას ეძახიან დასავლეთში და ჟურნალისტები. მაშასე დღეს ყვებით საუდის არაბეთის კრონპრინცზე, ტახტის მემკვიდრეზე, პრინც მოჰამედ ბინ სალმანზე. ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ, დიდარ და საინტერესო ლიდერზე დღევანდელ მსოფლიოში. სანამ თხრობას გავაგრძელებ, გეტყვით, რომ პირად საქმეს ახალი პარტნიორი ყავს, იურიდიული კომპანია GT Consulting. თუ ნებისმიერი ტიპის იურიდიული დახმარება გჭირდებათ, გადადით აღწერაში მითითებულ ბმულზე და დაჯავშნეთ უფასო კონსულტაცია. ახლა კი გავაგრძელოთ თხრობა. რას ვიტყვი დღევანდელი ეპიზოდის დაწყებამდე? რასაკვირველია, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოყვეთ YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, დაგვიჭიროთ მხარი, შემოგვიერთდეთ Patreon-ზე. დიდი მადლობა შავი Coffee Roasters, მადლობა, გვამხნევებთ, ყავით. ერთ რამეს დავამატებ. იცით, მე მექნება შთაბეჭდილება, რომ ჩვენს პოდკასტს პირად საქმეს უკვე ყავს ისეთი ჩამოყალიბებული აუდიტორია, რომელიც ჩემი აზრით რამდენიმე 1000 ადამიანს შეადგენს. აი თქვენ გიხდით განსაკუთრებულ მადლობას. კითხულობ ხოლმე კომენტარებს და ბოდიში თუ ყველას პირადად არ გპასუხობთ და არ გიხდით მადლობას, მაგრამ დამიჯერეთ, ძალიან მადლიერები ვართ ჩვენ ყველანი 64-ში. ჩვენ საუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც ელოდებიან ჩვენ ეპიზოდებს და მხარს გვიჭერენ. მადლობა თქვენ. მაშასე, როგორც გითხარით, დღეს ვსაუბრობთ მოჰამედ ბინ სალმანზე, საუდის არაბეთის კრონპრინცზე. რაც შეეხება სალვატორ მუნდის სამყაროს მხსნელზე, აი ამ არაჩვეულებრივ ლეონარდოს არაჩვეულებრივ შედევრზე, 2017 წლის მერე იგი ის არავის არ უნახავს, ვიღაცებს უნახავთ ალბათ, მაგრამ ჩვენ ნამდვილად არ გვინახავს. არსებობს სხვადასხვა ვერსიები, ზოგი თვლის, რომ ის ინახება საუდის არაბეთში ერთ-ერთ საცავში, ზოგი კი თვლის, რომ ინახება, ან უბრალოდ ჩამოკიდულია MBS-ის ერთ-ერთ სასახლეში, ან ერთ-ერთ იახტაზე. ხო, იახტებიც აქვს, სასახლეები არა მარტო საუდის არაბეთში, არამედ საზღვარგარეთ, მაგალითად ლუდოვიკო მე-14-ის სასახლე იყიდა საფრანგეთში და ეს არ არის ერთადერთი მისი შენაძენი. არ ვიცი, მე ვუყურე ერთ-ერთ ფილმს, BBC-ს ფილმი იყო, სადაც
ერთი რესპონდენტი, რომელიც კარგად იცნობს MBS, ამბობდა, რომ თვითონ პრინცმა მას უთხრა, რომ საუდის არაბეთში აპირებს ხელოვნების მუზეუმის აშენებას და აი ამ მუზეუმში იქნება გამოფენილი ლეონარდოს ეს ნახატი. მან ისიც თქვა, რომ თვითონ პრინცმა უთხრა საუბარში, რომ აი როგორ გონიაო ლუვრში, პარიზში. რატომ დადის მილიონობით ადამიანი ყოველწლიურად, რატომ მიდიან ლუვრში. მე ვფიქრობ, რომ ერთი ნამუშევრის, ერთი ნახატის სანახავად და ეს არის ლეონარდოს მონა ლიზა ჯოკონდა და მე მინდაო, რომ აი ესეთი საუდის არაბეთის ლუვრი შევქმნა და აქაც ადამიანები, ტურისტები, სტუმრები მოვლენ ერთი შედევრის სანახავად და ეს იქნება ისევ და ისევ ლეონარდოს აი ეს ნახატი სალვატორ მუნდი. არ გამოვა ისე, რომ საუდის არაბეთზე ერთი-ორი სიტყვა არ თქვა. კიდევ ერთხელ ხშირად ვამბობ ხოლმე ამას, რომ ეხლა მართლა ისტორიას ხوار დავიწყებ მთელი ისტორიის მოყოლას, მაგრამ მაინც მინდა რომ ცოტა ვისაუბრო ძალიან მოკლედ იმაზე, რა ქვეყანაზე ვსაუბრობ დღეს, რომელი ქვეყნის ლიდერზე ვსაუბრობთ დღეს. საუდის არაბეთი არის ძალიან ახალგაზრდა ქვეყანა. ჩვენთან საქართველოსთან შედარებით საერთოდ არ ვიცი, საბავშვო ბაღში არიან. იმიტომ რომ ქვეყანა შეიქმნა 1932 წელს და შექმნა საუდის არაბეთის პირველმა მეფემ, რომელსაც ერქვა აბდულა აზიზ იბნ საუდი. ზუსტად ამიტომ ქვეყანას დაერქვა საუდის არაბეთი და ზუსტად ამიტომ საუდის არაბეთი არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელიც ატარებს თავისი დამაარსებლის სახელს. არ არსებობს მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში. აბდულა აზიზ იბნ საუდი იყო მეომარი, იმ 32 წლამდე მის მფლობელობაში იყო რაღაც გარკვეული ტერიტორიები იქ უდაბნოში, ხო? მაგრამ დანარჩენი ტერიტორია, რომელიც დღეს ეკუთვნის საუდის არაბეთს, იყო გაყოფილი არაბულ ტომებსა და ოსმალეთის იმპერიას შორის. მაგრამ შემდეგ აბდულა აზიზ იბნ საუდმა დაიპყრო ეს ტერიტორიები და როგორც გითხარით 32 წელს უდაბნოში შეიქმნა ეს სახელმწიფო სამეფო, რადგან ქვეყნის მეთაური გახდა მეფე და იმის მერე ამ ქვეყანას მართავენ მეფეები, ეს არის აბსოლუტური მონარქია, ერთი დინასტიის, ერთი სახლის, საუდების სახლის წარმომადგენლები. აბდულა აზიზ იბნ საუდს ყავდა 45 ვაჟი. ეხლა რამდენი ქალიშვილი ყავდა, ამას მართლა ვერ მოვიწია ეს ინფორმაცია, მაგრამ ძირითადად უფრო მნიშვნელოვანია, რამდენი ვაჟი ყავს ადამიანს. და ერთ-ერთი მისი ვაჟი 26-ე იყო რიგითობით, აი ტახტის მემკვიდრეობაზე თუ არის საუბარი, იყო პრინცი სალმან ბინ საუდი, რომელიც არის საუდის არაბეთის დღევანდელი მეფე და ჩვენი დღევანდელი გმირის მამა. სალმანი გახდა რიგით მე-7 მეფე საუდის არაბეთში. ერთი განსხვავება აი ამ მონარქიასა სხვა მონარქიებისგან არის ის, რომ თუ თავიდან ტახტი გადავიდა მამიდან შვილზე, ვაჟზე, ეს მოხდა 1952 წელს, როდესაც პირველი მეფე გარდაიცვალა და მეფე გახდა მისი ვაჟი საუდი. ამის შემდეგ ყველა შემდეგი მეფე, დღევანდელ მეფემდე სალმანამდე, ყველანი იყვნენ ძმები ერთმანეთის, ანუ ძმისგან ძმაზე გადადიოდა ესე იგი მემკვიდრეობა და ტახტი უფრო სწორად. ეს რაც შეეხება აი ამ აბსოლუტურ მონარქიულ მოწყობას, პოლიტიკურ მოწყობას ამ ქვეყნის. ქვეყანაში არ არსებობს პარლამენტი, არ არის პოლიტიკური პარტიები, მაგრამ რაც შეეხება რა კანონით ცხოვრობენ ეს ადამიანები, ცხოვრობენ შარიათის კანონებით.
ჩვენი დღევანდელი გმირი MBS-ი ბევრ ცვლილებას შეიტანს ამაში, იმიტომ რომ 10 წლეულების განმავლობაში ქვეყანაში მოქმედებდა ეგრეთ წოდებული რელიგიური პოლიცია, რელიგიური სასამართლოები, ისევ და ისევ, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ შარიათის კანონებით და მათ ძალიან სერიოზული ძალაუფლება ჰქონდათ ხელში, მაგრამ ეს შეიცვლება და ამაზე დღეს კიდევ ვისაუბრებ. კიდევ რა შეგვიძლია ვთქვათ საუდის არაბეთზე? საუდის არაბეთი 32 წელს ხო შეიქმნა და 38 წელს სასწაული მოხდა და იქ აღმოაჩინეს ნავთობი. ნავთობის მოპოვებით თავიდან იყვნენ დაკავებული ამერიკული კომპანიები, მოგვიანებით კი შეიქმნა საუდის არაბეთის უმსხვილესი და არ მარტო საუდის არაბეთის მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, რომელსაც ჰქვია საუდი არამკო. ეს არის სახელმწიფო კომპანია, მაგრამ 2019-ში მისი აქციების ნაწილი გაიყიდა ადგილობრივ ბირჟაზე. ერთ-ერთი უმსხვილესი, ერთ-ერთი უმდიდრესი კომპანია. ზოგადად საუდის არაბეთი იკავებს მეოთხე ადგილს ნავთობის მარაგების მიხედვით მსოფლიოში და მესამე ადგილს, ხანდახან მეორეს, ხანდახან მესამეს ამ ეტაპზე მეორე ადგილს მოპოვების, ნავთობის მოპოვების მიხედვით. პირველ ადგილზე ამერიკის შეერთებული შტატები, შემდეგ საუდის არაბეთი და შემდეგ რუსეთი ხანდახან იცვლიან აი მეორე მესამე ადგილს. როგორც გახსოვთ, რაც შეეხება მარაგებს, პირველ ადგილზე ვინ არის? ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ ერთ-ერთ ეპიზოდში ვენესუელა. რაღაცა მასწავლებლებით ვლაპარაკობ, არ ვიცი რატომ. ბოდიშს გიხდით ამის ტონი იყო რაღაცა, აბა ვინ არის ბავშვი, რა არის ეს? უკაცრავად. მოკლედ 30-იანი წლების ბოლოდან ქვეყანაში მიმდინარეობს ნავთობის მოპოვება და ქვეყანა უდაბნოში შექმნილი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა მსოფლიოში გახდა ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანა ჩვენს პლანეტაზე. ზუსტად ამიტომ ამ ქვეყნის მეფის და კრონპრინცის გადაწყვეტილებებს აქვთ უაღრესად დიდი მნიშვნელობა, რომელიც მოქმედებს არა მარტო იმაზე, თუ რა ხდება საუდის არაბეთში პოლიტიკური და ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ მთელს მსოფლიოში. ამერიკაზეც კი მოქმედებს ეს. ჩვენ საქართველოში, ჩვენ რაში გვაინტერესებს, როგორ არა მეგობრებო, ნავთობის ფასი ძალიან ბევრ ამეს ცვლის. თქვენ ალბათ ვისაც ყავთ მანქანები, შეამჩნევდით, რომ აი ამ ბოლო პერიოდში თუ ჩაასხით, არ ვიცი, ბენზინი ან დიზელი, მკვეთრად გაიზარდა ფასი. რატომ ეს მოხდა ირანში მიმდინარე პროცესების ფონზე, მაგრამ გარდა ამისა, საუდის არაბეთს როგორც ნავთობის მოპოვების ერთ-ერთ გიგანტს მსოფლიოში უდიდესი მნიშვნელობა აქვს აი ამ ფასებთან დაკავშირებით და შეიძლება არა და ჩვენზეც ეს ნამდვილად აისახება. მოკლე სტატისტიკურ მონაცემებს მოვიყვან და ამით დავასრულებთ საუდის არაბეთზე საუბარს. შემოსავალი ნავთობიდან შეადგენს ამ ქვეყნის ბიუჯეტის 75%-ს, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაკვირველია ამ ქვეყანას ახასიათებს ეგრეთ წოდებული ჰოლანდიური დაავადება, Dutch disease. ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ სხვა ეპიზოდებში, ვენესუელაზეც და სხვა ეპიზოდებშიც. ეს იმას ნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მთლიანად არის დამოკიდებული, ჩამოკიდული, ესე ვთქვათ, ნავთობის მოპოვებაზე და ამ სექტორზე. რაც არ არის კარგი, იმიტომ რომ როგორც გითხარით, ნავთობის ფასი იცვლება, უამრავი პრეცედენტი არსებობს იმისა, როგორ ეცემოდა ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე და ამ პერიოდში, როდესაც ნავთობის ფასი ეცემა, იმ სახელმწიფოს, რომელიც აწარმოებს ნავთობს, ექმნება სერიოზული ეკონომიკური პრობლემები და ამიტომ ნებისმიერი ექსპერტი, ანალიტიკოსი გეტყვით, რომ ეკონომიკის სხვა სექტორები უნდა იყოს განვითარებული, რომ აი იმ პერიოდში, როდესაც ნავთობის ფასი არ არის ისეთი კარგი და მაღალი, სხვა სექტორებმა დააბალანსონ ეს და ეკონომიკას არ დაემართოს სრული კოლაფსი. ზუსტად ეს იდეა აქვს ჩვენს დღევანდელ გმირს MBS, რომ აი სხვა სექტორებიც უნდა განვითარდეს. ბოლოს გეტყვით, რომ ქვეყანა, სადაც ცხოვრობს დაახლოებით 35 მილიონი ადამიანი, დიდ ქვეყანაზე ვსაუბრობთ დღეს, იქ მოიპოვება დაახლოებით 10 მილიონი ბარელი ნავთობი დღეში. საკმაოდ დიდი მოცულობა, ეს შეადგენს მსოფლიო მოპოვების დაახლოებით 13%-ს.
აი სულ ეს იყო, არა, კიდევ ერთი მომენტი დამავიწყდა, უმნიშვნელოვანესი ნამდვილად, სულ რაღაცა ფულზე და ნავთობზე რატო ვაპარაკობ ხოლმე, კაცო. საუდის არაბეთი არის ქვეყანა, სადაც მდებარეობს ორი ისლამური უწმინდესი ქალაქი, მექა და მედინა. იქ დადიან პილიგრიმები, მომლოცველები ყოველწლიურად აი ამ წმინდა ქალაქებში და ეს არის დიდი ეროვნული სიამაყის საგანი არაბებისთვის. ზუსტად ამ ქვეყანაში მდებარეობს ეს ორი ქალაქი. აი სულ ეს იყო ნამდვილად რაც მინდოდა. მე თქვა, ახლა კი გადავიდეთ ჩვენს დღევანდელ გმირზე. ესე იგი, როგორც მას ეძახიან, MBS-ი. დავიწყებ იმით, რომ მეფე, დღევანდელი მეფე სალმანი, ანუ პირველი მეფის და ქვეყნის დამაარსებლის ვაჟი, სალმანი, იყო 49 წლის, როდესაც 1985 წელს მას შეეძინა კიდევ ერთი ვაჟი, რომელსაც დაარქვა მუჰამედ ბინ სალმანი. ვაჟი შეეძინა უმცროსი და როგორც ამბობენ, საყვარელი ცოლისგან, კი ბატონო, ამ ქვეყანაში ბევრი ცოლები ყავთ, მეფეებს, პრინცებს, ზოგადად მამაკაცებს. და აი ამ უმცროსი საყვარელი ცოლისგან, რომელსაც ქვია, ამას წავიკითხავ მეგობრებო, ახლა ბოდიში, ფახდა ბინთ ფალახ იბნ სულთან ალ ჰითლაიან. სომეხი არ გეგონოთ, არაბი ბედუინი პრინცესა ეს ქალბატონი, MBS-ის დედა. ბავშვობაში მუჰამედი იყო ძალიან სელქი ბიჭი. ძალიან სულ ცელქობდა, მაგრამ როგორც წერენ, როგორც ამბობენ ინსაიდერები, რა ვიცი, იქედან გამომდინარე, რომ აი საყვარელი ცოლისგან იყო გაჩენილი, ან იმის გამო შეიძლება რომ უმცროსი ვაჟი იყო, აქედან გამომდინარე, იმ პერიოდში აქედან გამომდინარე, სალმანს განსაკუთრებულად უყვარდა მუჰამედი და თან ამბობენ, რომ პრინცესა ფახდა ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ბიჭუნა სულ ესე იგი მისი ქმრის გარემოცვაში ყოფილიყო. მაშინ სალმანი ჯერ არ იყო მეფე. სალმანი იყო ედრიადის, ქვეყნის დედაქალაქის გუბერნატორი და ამ პოსტს იკავებდა 40 წლის განმავლობაში, საკმაოდ დიდი ხანი, ესე იგი, მართავდა ერ-რიადს. როდესაც მუჰამედი იყო 21-22 წლის, მე კიდევ დღეს რატომ ავიწყდება რაღაცები ბოდიში, დამავიწყდა, მე თქვა, რომ ალბათ გაგიჩნდებათ შეკითხვა, სად სწავლობდა, რა განათლება აქვს მიღებული, კი, აქვს მიღებული უმაღლესი განათლება, მაგრამ ალბათ მეც ესე ვფიქრობდი სხვათა შორის, სანამ არ გავეცანი მის ბიოგრაფიას, რომ ალბათ საზღვარგარეთ ევროპის ან ამერიკის ერთ-ერთ უნივერსიტეტში მიიღებდა განათლებას, მაგრამ არა. აი ეს სურვილი და გადაწყვეტილება, რომ ეს ბიჭი სულ ყოფილიყო სალმანის მამის გარემოცვაში, ამაზეც გავრცელდა და ამიტომ მუჰამედ ბინ სალმანმა ადგილობრივი უნივერსიტეტი, ძალიან კარგი, ძალიან პრესტიჟული უნივერსიტეტი დაამთავრა და სადღაც 21-22 წლის ასაკში მოხდა ისეთი საინტერესო ისტორია, რომელიც ძალიან მინდა რომ თქვენ გაგიზიაროთ. მუჰამედ ბინ სალმანს მოვიდა დავა მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით ერთ-ერთ ადგილობრივ ბიზნესმენთან, ეს კაცი ბიზნესმენი, შეიძლება პრინციც კი იყო. და იმდენად სერიოზული დავა იყო, რომ საქმე მივიდა სასამართლომდე. სასამართლოში ეს кейსი, ესე ვთქვათ, ეს საქმე განიხილეს. მოსამართლემ მიიღო გადაწყვეტილება ამ საქმესთან დაკავშირებით მუჰამედ ბინ სალმანის წინააღმდეგ და მეორე ბიზნესმენის სასარგებლოდ. მოსამართლის ამ გადაწყვეტილებამ ძალიან გააბრაზა მუჰამედ ბინ სალმანი და მან მოსამართლეს გაუგზავნა კონვერტი, სადაც იდო ტყვია და პატარა წერილი, სადაც ეწერა: აი რა გელოდებათ თქვენ, თუ არ გადაიფიქრებთ.
ამ ამბის შესახებ ბევრმა გაიგო მამამისმაც სალმანმა და იმის მაგივრად რომ განრისხებულიყო, გაბრაზებულიყო, გამოეძახა თავის შვილი, რას ბედავ, როგორ შეიძლება მოსამართლეს, რა გაუბედე, იმიტომ რომ სალმანზე ამას ამბობდნენ, მაშინ ჯერ კიდევ ახალგაზრდა კაცი იყო, რომ ძალიან მკაცრი იყო, როდესაც იყო ერიადის გუბერნატორი, იძახებდა ვიღაც თავისი ოჯახის წევრებს, რომლებიც რაღაცას აშავებდნენ და ოჯახი, საუდების ოჯახი, აქ ამასაც ვიტყვი, უზარმაზარია. დღეს საუდის არაბეთში 7,000 პრინცი ცხოვრობს, აი ამ სახლის წარმომადგენელი და ზოგადად აი ამ ოჯახში 10,000-ობით ადამიანია. სალმანი არ გაბრაზდა, უფრო მეტიც თქვა რომ ეს ბიჭუნა, ახალგაზრდა იყო 21-22 წლის მუჰამედი, ეს ბიჭუნა ძალიან მაგონებს მამაჩემს, აბდულა აზიზ იმ საუდს, ჩვენი ქვეყნის დამაარსებელს. შორს წავაო. ამის მერე მუჰამედ ბინ სალმანს დაარქვეს აბუ რასასა, რაც არაბულად ნიშნავს ახალგაზრდა კაცი ტყვიით. და დიდი ხნის განმავლობაში მას ეს ზედმეტ სახელი ჰქონდა, აბუ რასასა. მოდით ისიც ვთქვათ, რომ MBS ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა სურვილი, მიზანი, რომ გამხდარიყო საუდის არაბეთის მმართველი, მომავალი მეფე. ამაზე ძალიან ბევრი რამ მეტყველებს, იგივე უნივერსიტეტზე რა საზღვარგარეთ წასვლაზე რო უარი თქვა, დარჩა, სულ მამამისთან იყო. ითვლება რომ მან ბევრი გააკეთა იმისთვის, რომ მამამისი გამხდარიყო მეფე და შემდეგ უკვე თვითონ და ამაზე დღეს ბევრს ვისაუბრებთ ნამდვილად და თქვენ თვითონაც მიხვდებით, რომ ნამდვილად ესე იყო. მაგრამ დე იურე აი ოფიციალურად ეს არ იყო რეალისტური ამბავი. რატომ? იმიტომ რომ მოქმედ მეფეს ბევრი ძმა ყავდა, სალმანი არ იყო, ანუ მამამისი არ იყო პირველ რიგებში მემკვიდრეობის, ან მისი შანსები რომ გამხდარიყო მეფე არ იყო ესეთი დიდი. მაგრამ 2011 წელს მოხდა ესეთი ამბავი, 1 წლის განმავლობაში, აი ესე ზედიზედ, გარდაიცვალა სალმანის 2 ხანში შესული ძმა. 2 ადამიანი, 2 იბნ საუდი, რომელსაც ჰქონდათ ბევრად უფრო დიდი შანსები, რომ მოქმედი მეფის მერე ისინი გამხდარიყვნენ საუდის არაბეთის მმართველები. აი ეს 2 კაცი წავიდა და ამიტომ მეფე გახდა აბდალა და სალმანი, კიდევ ერთხელ MBS-ის მამა, უკვე გახდა პირველ რიგში გადავიდა. აი ეს მე მიდის, აი ეს რიგებად მიდის. და გახდა ზოგადად გარდა იმისა, რომ პირველ რიგში გადავიდა, გახდა კრონპრინცი, ანუ ტახტის მემკვიდრე, მოქმედ მეფესთან. მაგრამ რაც შეეხება MBS, ის მაინც ძალიან შორს იყო, იმიტომ რომ მას ყავდა ძმები, შვილები, მოკლედ არ იყო პირველ რიგებში. როგორც კი სალმანი გახდა კრონპრინცი, მან და უკვე 2012-ში, მან დანიშნა თავისი ვაჟი, მუჰამედ ბინ სალმანი, დანიშნა პირად მრჩევლად. აი ზუსტად მაშინ, აი 2000 შეიძლება ითქვას, რომ 2012 წლიდან MBS-ი აი გამოვიდა სცენაზე უკვე, ესე იგი დაიწყო თავის გამოჩენა. ჯერესერთი მან დაარსა ფონდი, რომელსაც ქვია MISK, MISK და ეს ფონდი, პრინც მოჰამედის ფონდი, რომელიც ეხმარებოდა ახალგაზრდებს, რომლებსაც საინტერესო იდეები ჰქონდათ, რაღაც ახალი ბიზნესების დაწყებას ეხმარებოდა და ასევე ეხმარებოდა ღარიბ ახალგაზრდებს, ეხმარებოდა აძლევდნენ ამ ფონდიდან ფულს სწავლისთვის. თვითონ იყო ამ ფონდის დამაარსებელი და თავმჯდომარე. უკვე 2013 წელს, სადღაც მე მგონი მარტში, პრინც მუჰამედმა დაიკავა სასამართლოს თავმჯდომარის, თავის მოსამართლის თანამდებობა და ასევე მიიღო მინისტრის წოდება და სულ ცოტა ხანშიც დაახლოებით 1 თვეში და 2 თვეში უკვე დაინიშნა სახელმწიფო მინისტრად. ეხლა რაც შეეხება მთავრობას,
საუდის არაბეთში. იქედან გამომდინარე, რომ ეს არის აბსოლუტური მონარქია. პარლამენტი არ არის, პოლიტიკური პარტიები არ არის, არანაირი არჩევნები იქ არ ტარდება, ყველაფერს წყვეტს მეფე, მაგრამ რელიგიურ პოლიციასაც ქონდა, დღეს უკვე აღარ აქვს ესეთი უფლებამოსილება, ძალიან დიდ როლს თამაშობდა რელიგიური პოლიციაც, შარიათი ცხოვრობს ახლა ქვეყანა, ცხოვრობს დღემდე, მაგრამ შესუსტებულია ეს. აქედან გამომდინარე მინისტრებადაც ინიშნებიან საუდების დინასტიის წარმომადგენლები და ხა არ უჭირთ ათასობით საუდი ცხოვრობს ქვეყანაში და ხა კადრების პრობლემა იქ ნამდვილად არ არის. ამიტომ 2013 წელს აპრილში MBS-ი გახდა სახელმწიფო მინისტრი. მოქმედი იმ პერიოდში მოქმედი მეფე აბდალა ასევე საუდი გარდაიცვალა 2015 წლის 23 იანვარს 90 წლის ასაკში. ესეც უნდა ვთქვათ, რომ მათი კანონების მიხედვით მეფობს იკავებს ტახტს ბოლომდე სიკვდილამდე. რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, შეიძლება იყოს ავად, ვერ ასრულებდეს თავის მოვალეობას, მაგრამ სიკვდილამდე იკავებს ტახტს. აი აბდალა 90 წლის ასაკში გარდაიცვალა 2015 წლის 23 იანვარს და აი ამის მერე ახალი მეფე გახდა ის ვინც იყო კრონპრინცი, ანუ MBS-ის მამა სალმანი. მეფე სალმანი, რომელიც დღეს არის 90 წლის, მაშინ იყო 79-ის, დღეს არის 90 წლის, ამა წლის 31 დეკემბერს, აი 31 დეკემბერს არის დაბადებული ეს კაცი, გახდება 91-ის. აი მაშინ იქიდან გამომდინარე, რომ MBS-ი უკვე იყო მამის მრჩეველი, სახელმწიფო მინისტრის წოდება ჰქონდა, მას რაღაცა უსმენდა მამა, თან უყვარდა ბავშვობიდან, თვლიდა რომ ჭკვიანი, ისეთი ადამიანია და MBS-ი სულ ესაუბრებოდა მამას იმაზე, რომ სახელმწიფო საჭიროებს რეფორმებს, ეკონომიკურ რეფორმებს და სულ ეს ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ, ანუ მათ აქვთ ეს სიმდიდრე, ნავთობი, რომელიც ნამდვილად არის, დიდი ამბავია, ხო? მაგრამ ამასთანავე ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ განავითაროთ ეკონომიკის სხვა სფეროები, სხვა სექტორები. ამიტომ ეკონომიკაში უნდა გატარდეს სერიოზული რეფორმები. გარდა ამისა, ნელ-ნელა MBS-ი აპარებდა სალმანს იმას, რომ სოციალური საჯარო რეფორმებიც უნდა გატარდეს ამ საზოგადოებაში, რომელიც შარიათის კანონებით ცხოვრობს და გენდერულ თანასწორობაზეც პირველად MBS-მა დაიწყო საუბარი. სალმანი უსმენდა თავის ვაჟს ნამდვილად, მაგრამ მიუხედავად ამისა, კრონპრინცი, ანუ ტახტის შემდეგი მემკვიდრე, გახდა არა MBS-ი, არა მისი საყვარელი ვაჟი, არამედ მისი ძმისშვილი. მოჰამედ ბინ ნაიფი. იმას MBN-ს ეძახიან. MBN-ს კიდე საინტერესო ამბები ელის წინ, მაგრამ კრონპრინცი გახდა MBN-ი. და მაშინ, მაგრამ მიუხედავად ამისა, სალმანი უსმენდა თავის ვაჟს და დაიწყო პირველი რეფორმები. ჯერ ეს ერთი დაიწყო სახელმწიფო აპარატის რეფორმა და 11 სამთავრობო სამდივნოდან დარჩა მხოლოდ 2. ყველა დანარჩა 9 გააუქმეს. დარჩა 2. ერთი ეს იყო პოლიტიკისა და უშიშროების საკითხების საბჭო და მეორე ეკონომიკის და ეკონომიკური განვითარების საბჭო. პირველი საბჭოს თავმჯდომარედ, რომელიც ეხებოდა პოლიტიკას და უშიშროებას, დაინიშნა კრონპრინცი მოჰამედ ბინ ნაიფი. მეორე საბჭოს რაც შეეხება, ამ საბჭოს თავმჯდომარედ გახდა მოჰამედ ბინ სალმანი. ნახეთ რა ხდება უფრო სერიოზული საკითხები ჩააბარეს კრონპრინცს. მეფემ ჩააბარა კრონპრინცს. გარდა ამისა, MBN-ი ასევე შინაგან საქმეთა მინისტრიც იყო. მაგრამ
საქმეები, რომელიც ეხებოდა რეალური რეფორმების გატარებას, განსაკუთრებით ეკონომიკურ რეფორმებზე არის საუბარი, ესე იგი ეს იყო MBS-ის კონტროლის ქვეშ. და გარდა ამისა, MBS-ი გახდა თავდაცვის მინისტრიც. ესეც სერიოზული თანამდებობა იყო. MBS-ი, როგორც თავდაცვის მინისტრი, ეთყობა დაფიქრდა, რომ ეხლა რა თავდაცვის მინისტრი მე ვარო, თუ არ მოვიგე ერთი ომი. ზოგადად ვიცი, ლიდერებს, ესეთ მმართველებს მოძდით ხოლმე თავში, რომ ერთი ესეთი ომი, რომელსაც მოვიგებ, აუცილებლად უნდა მქონდეს. და ალბათ MBS-მაც ესე გადაწყვიტა. ამ დროს მეზობელ იემენში, იემენი არის საუდის არაბეთის სამხრეთ მეზობელი, მიმდინარეობს სამოქალაქო ომი. 2014 წელს დაიწყო სამოქალაქო ომი, ადგილობრივი მეამბოხეები, ხუსიტები, რომლებიც სარგებლობენ ირანის მხარდაჭერით, ებრძვიან ადგილობრივ მთავრობას, ხო? და 2015 წლისთვის იმ პერიოდზე, იმ წელზე ვაპარაკობთ, როდესაც ზუსტად სალმანი გახდა მეფე და MBS-ი გახდა ვიცე-კრონპრინცი, თავდაცვის მინისტრი და ასე შემდეგ. ეს მეამბოხეები სულ უფრო ახლოს და ახლოს მოდიან, უკვე დიდი ტერიტორიები დაიკავეს, მათ კონტროლის ქვეშ არის და სულ უფრო ახლოს მოდიან საუდის არაბეთის საზღვართან. და ხანდახან გადმოდიან კიდევაც, ანუ რაღაცა სერიოზულ საფრთხესაც უქმნიან. ახლა ესე არ არის, რომ მართლა უბრალოდ და დაიწყო ომი. არა, რაღაცა გარკვეული საბაბი ნამდვილად ჰქონდა და მთავარი ისიც უნდა ვთქვათ, რომ საუდის არაბეთს ისტორიულად არ ჰქონდა კარგი ურთიერთობა ირანთან. ამიტომ და ხუსიტები სარგებლობდნენ ირანის ფინანსური და ყველანაირი მხარდაჭერით. ამიტომ MBS-მა თან შექმნა კოალიცია არაბული ქვეყნების და დაიწყო ომი იემენის წინააღმდეგ, ამ შემთხვევაში ხუსიტების წინააღმდეგ. და ომი დაიწყო იმით, რომ მათ მიქონდათ იერიში ავიადარტყმებს ახორციელებდნენ ხუსიტების პოზიციებზე იემენზე. MBS უფრო ამბიციური გეგმები ჰქონდა. მას სურდა, რომ დაეწყოთ სახმელეთო ოპერაცია, მაგრამ MBN-ი, რომელიც არის კრონპრინცი, კი არ არის თავდაცვის მინისტრი, მაგრამ მაინც დიდი ძალაუფლება აქვს ამ ადამიანს. იყო წინააღმდეგი ამ სახმელეთო ოპერაციის. იგი თვლიდა, რომ საუდის არაბეთის ჯარი არ არის ამისთვის მზად და საერთოდ თვლიდა, რომ ეს სახმელეთო ოპერაცია არ უნდა დაწყებულიყო. ამიტომ, რადგან იცოდა თავისი ბიძაშვილის გეგმების შესახებ, მან გამოსცა ბრძანებულება, რომელიც გრძალავდა სახმელეთო ოპერაციას. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. სულ ცოტა ხანში, აი ამ ბრძანებულების შემდეგ, გამოდის ახალი ბრძანებულება, რომელსაც აქვს მეფის ხელმოწერა. სადაც წერია, რომ საპირისპირო, რომ საუდის არაბეთს აქვს უფლება, რომ დაიწყოს ნებისმიერი სახმელეთო ოპერაცია საჭიროების შემთხვევაში. ბევრი ინსაიდერი ამბობს და თვლის, რომ MBS-მა მაშინ გააყალბა მამამისის ხელმოწერა. ეს არ იყო რეალური ბრძანებულება მეფის. მაგრამ ამასთანავე ისიც უნდა ვთქვათ, რომ როდესაც მეფემ გაიგო ამის შესახებ, წინააღმდეგი არ იყო. ამიტომ უკვე მალევე სახმელეთო ოპერაციაც დაიწყო. ამ ომს, ამ სამხედრო ოპერაციას თვითონ MBS-მა დაარქვა მტკიცე-ნების ქარიშხალი. ესეთი სახელი მისცა. და როდესაც უკვე დაიწყო სახმელეთო ოპერაცია, MBS-მა ახალი ზედმეტსახელი მიიღო და მას უკვე დაარქვეს მტკიცე-ნების პრინცი. ამაში დიდი როლი ითამაშა პრინცის ჯგუფმა, რომელიც მუშაობდა Twitter-ში. ხოდა მაშინ ჯერ Twitter-ი იყო, X-ი. Twitter-ს ვიტყვი რა. მუშაობდნენ სოციქსელში, Twitter-ში, რომელიც ძალიან პოპულარული იყო და არის ჯერ კიდევ საუდის არაბეთში და იქ მთელი ეს ჯგუფი მუშაობდა აი მის იმიჯზე, როგორც მტკიცე ნების პრინცზე.
მოკლედ ოპერაცია კი დაიწყო, შემდეგ ავია იერიშს და დარტყმებს მოყვა სახმელეთო ოპერაცია, გავიხილეთ უკვე ბრძანებულებები, არ შეიძლებაო, როგორც არის და თან არ იყო მარტო საუდის არაბეთი, მთელი კოალიცია შექმნა MBS-მა, მაგრამ ეს არ იყო მოკლე ომი, რომელიც ერთ-ორ თვეში დასრულდა. პრინციპში დღესაც ეს კონფლიქტი შეიძლება ითქვას გრძელდება, რაღაცა უფრო ინტენსიური ხდება, შემდეგ ისევ რაღაცა გარკვეული შენელება და დღეს საერთოდ იმ ამბების და მოვლენების ფონზე რაც ხდება რეგიონში და ირანში ომს გულისხმობ, საერთოდ ძალიან რთულია ვისაუბროთ იმაზე, რა მომავალი აქვს ამ რეგიონს და რა როგორ შეიძლება განვითარდეს ამბები ამ რეგიონში. რაც შეეხება საგარეო რეაქციას ამ ოპერაციაზე, ამ ომზე, ერთ საინტერესო ფაქტს ვიტყვი, ამ შემთხვევაში ეს ეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, სხვაზე ვიზე უნდა ვილაპარაკო, ტრადიციული პარტნიორი, მეგობარი საუდის არაბეთის. ამ შემთხვევაში ამერიკელებს გაუკვირდათ, რადგან ისინი გააფრთხილეს მხოლოდ 12 საათით ადრე ოპერაციის დაწყებამდე, რაც იყო უცნაური, მაგრამ როგორც ამბობენ ანალიტიკოსები, MBS-მა ამითაც ხაზი გაუსვა იმას, რომ არ არის საჭირო ყველაფერში, ესე იგი, შეუთანხმდეთ ამერიკელებს, ან ნებართვა ვთხოვოთ, ჩვენ თვითონაც შეგვიძლია გადაწყვეტილებების მიღება. ეს გამოიჩინა თავი. აქო იმასაც ვიტყვი, რომ ამერიკელებს ძალიან მოწონდათ MBN-ი, კრონპრინცი იმ პერიოდში, რადგან დიდი ხნის განმავლობაში თანამშრომლობდნენ CIA-ში, MBN-ს იცნობდნენ, აფასებდნენ მის როლს ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში. აი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ MBS-მა გადაწყვიტა, რომ მოდი ახლა მე ვაჩვენებ ჩემს სახესო. მაგრამ ზუსტად იმ პერიოდში 2015 წლის სექტემბერში მოხდა საშინელი ტრაგედია, ამ შემთხვევაში მექაში, რომელსაც ძალიან გააბრაზა MBS-ი და მეფეც. რა მოხდა, როგორც გითხარით, საუდის არაბეთში მდებარეობს წმინდა ქალაქი მექა. ათასობით პილიგრიმი მომლოცველი ჩამოდის ხოლმე მექაში მოსალოცად და 2015 წლის სექტემბერში იქ ძლიერი ქარიშხლის გამო ჩამოვარდა სამშენებლო ამწე და აი ამ ვარდნის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა 100-ზე მეტი მომლოცველი. საშინელი ტრაგედია, მაგრამ ამასთანავე იქ ქვეყანაში დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ ხორციელდება სამშენებლო სამუშაოები, ინფრასტრუქტურული პროექტები. MBS იყო ძალიან გაბრაზებული, მეფეც ძალიან გაბრაზებული და MBS-მა კიდევ და ერთხელ უთხრა მამას იმის შესახებ, რომ აუცილებლად ქვეყანას სჭირდება რეფორმები. შეუძლებელია აი იგივე სტილით გავაგრძელოთ ამ ქვეყნის მართვა, როგორც ეს იყო აქამდე, განსაკუთრებით, როდესაც ეს საქმე ეხება ეკონომიკას. ერთ-ერთი ჟურნალისტი, ჩემი კოლეგა, ერთ-ერთი ამერიკული გამოცემიდან იხსენებს ერთ-ერთ ფილმში, რომ ზუსტად მაშინ 2015 წელს იგი იყო ჩასული საუდის არაბეთში, ერთ-ერთ კონფერენციაზე და ამზადებდა სტატიებს საუდის არაბეთის ეკონომიკაზე და პირველ რიგში ენერგეტიკულ სექტორზე. და მაშინ ბევრი ინტერვიუ ჰქონდა, მაშინ პირველად მან გაიგო იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთის სახელმწიფო კომპანია, საუდი არამკო, აპირებს აქციების განთავსებას ადგილობრივ ბირჟაზე. მართალია ამას დაჭირდა 4 წელი, მაგრამ ეს გეგმა მაინც განხორციელდა და მართლაც საუდის არამკოს აქციები განათავსეს ტადაულზე, ბირჟაზე 2019 წელს. მაშინ ბაზრის კაპიტალიზაციამ შეადგინა $2 ტრილიონი. როგორც გითხარით, საუდი არამკო არის ერთ-ერთი უმსხვილესი და უმდიდრესი კომპანია მთელს მსოფლიოში. ეს არის პერიოდი 2015-16 წელი, როდესაც MBS-მა გადაწყვიტა, რომ წარუდგინოს საზოგადოებას თავისი პროგრამა. ამ პროგრამას მან დაარქვა Vision 2030, ანუ ხედვა
20-30. ყველას რატო აქ ამ 20-30-ზე, ესე იგი რაღაცა აქცენტი გაკეთებული, არ ვიცი, რას უნდა ველოდოთ 20-30-ში, არ ვიცი, მე ცოტა მეშინია. 20-30. ეს იყო ძალიან სერიოზული, ფართომასშტაბიანი პროგრამა, რომელიც მოიცავდა ძალიან ბევრ კომპონენტს. რასაკურველია, დიდი ადგილი ამ პროგრამაში ეთმობოდა ეკონომიკას, ეკონომიკის გავითარებას, სხვა სექტორების გავითარებას. მაშინ MBS-ი ამბობდა, რომ ჩვენ უნდა განვიხილოთ ნავთობი, რომელსაც მოიპოვებენ საუდის არაბეთში და ის შემოსავალი, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობის გაყიდვიდან, როგორც ინვესტიცია ეკონომიკის სხვა სექტორებში. ძალიან სწორი მიდგომა. და აი ამ ხედვა 20-30-ში ზუსტად რეფორმებზე იყო საუბარი, როგორ რეფორმები უნდა გატარდეს, როგორ უნდა განვითარდეს სხვა სექტორები და დიდ ადგილს კიდე იკავებდა პროექტი, რომელზეც მე დღეს ცალკე მინდა მოგიყვეთ, პროექტი, რომელსაც ქვია ნეომი, ეს არის ესეთი ფუტურისტული ქალაქის აშენების პროექტი. ამაზე ცალკე ნამდვილად უნდა დავუთმოთ ცოტა დრო. მაგრამ იქამდე იმასაც ვიტყვი, რომ ამ პროგრამაში Vision 2030-ში ეკონომიკური რეფორმების გარდა იყო საუბარი სოციალურ რეფორმებზე. იქ იყო საუბარი პირველად საუდის არაბეთის ისტორიაში დაიწყეს საუბარი გენდერულ თანასწორობაზე. მოგეხსენებათ ქვეყანაში, რომელიც ცხოვრობს შარიათის კანონებით, ქალებს პრაქტიკულად არანაირი უფლებები არ აქვს. ჯერ ერთი მათი ჩაცმულობა იყო ყოველთვის ძალიან შეზღუდული, აბაია უნდა ცმოდათ, ხიჯაბი. არანაირი უფლებები მათ არ ქონდათ უფლება, რომ გასულიყვნენ სახლიდან ნათესავი მამაკაცის ნებართვის გარეშე. არ ქონდათ უამრავი სხვა უფლება არ ქონდათ, მაგალითად მანქანის ავტომობილის მართვის უფლება არ ქონდათ, სამუშაოზე მოწყობის და მუშაობის უფლება ნებართვის გარეშე არ ქონდათ. MBS-მა გადაწყვიტა, რომ ეს ყველაფერი შეცვალოს და ამ ყველაფერს არეგულირებდა და აკვირდებოდა და აკონტროლებდა ეგრეთ წოდებული რელიგიური პოლიცია. ძალიან კაცრი სხვათა შორის. MBS-მა დაარწმუნა მამა, რომ გამოეცა სპეციალური ბრძანებულება და ეს მოხდა 2016 წლის აპრილში, რომელიც გრძალავდა, საერთოდ აუქმებდა რელიგიურ პოლიციას. აი უფლება მოსილება ჩამოერთვა რელიგიურ პოლიციას. ეს იყო ძალიან სერიოზული დარტყმა რელიგიური კონსერვატორებისთვის, კრიტიკაც დაიმსახურა მეფემ და პირველ რიგში MBS-მა, მაგრამ მაინც MBS-მა თავისი გაიტანა. რას ნიშნავდა ეს? ეს ჯერ ერთი ნიშნავდა იმას, რომ ქალებს და მამაკაცებს დართეს უფლება, რომ ერთად ყოფილიყვნენ რაღაცა გასართობ ღონისძიებებზე. ადრე ეს იყო შეუძლებელი. ერთ სივრცეში ქალები და მამაკაცები არ იყვნენ. ქვეყანაში დაიწყო კონცერტების ჩატარება და იქ შეიძლებოდა ესე იგი ქალები და მამაკაცები ერთად ყოფილიყვნენ. დაიწყო ფესტივალების ჩატარება რამდენიმე დღიანი. MBS-ი ყველაფრით ეუბნებოდა თავის საზოგადოებას და მთელ მსოფლიოს, რომ მე ვარ ახალი საუდის არაბეთის ახალი სახე. მე მინდა გავხსნა ეს ქვეყანა, მე მინდა გავატარო რეფორმები, მე მინდა რომ აქ ჩამოვიდეს ბევრი ტურისტი და ტურიზმის გავითარებას ხედვა 20-30-ში უზარმაზარი ადგილი ქონდა დათმობ. ანუ აი ესეთ გარდა ამისა ქალებს მისცეს უფლება, რომ ესე იგი მართვის მოწმობა აეღოთ და ავტომობილების მართვაც ესე იგი ნებადართული გახდა. მათ მისცეს უფლება, რომ მოეწყონ სამსახურში ისე რომ არ კითხონ ნათესავ მამაკაც, ოჯახის წევრ მამაკაც ნებართვა ამაზე. კიდე ერთი ეკონომიკური ახსნა მისი იყო ის, რომ იმ რეფორმებისთვის, ეკონომიკური რეფორმებისთვის, რომლის გატარებას უკვე ატარებდა MBS-ი და კიდე მომავალში აპირებდა, ჭირდებოდა სამუშაო ხელი, ხო? და ქვეყნის მოსახლეობის ნახევარი არიან ქალები.
35 მილიონიდან თითქმის ნახევარი არიან ქალები და ხო მათი მონაწილეობა საერთოდ ზოგადად ეკონომიკაში და მუშაობაც არის მნიშვნელოვანი და აი ამ რელიგიური შეზღუდვებით, იმით რომ ნებართვა და ასე შემდეგ, ხო, ეს სერიოზული პრობლემა იყო. ამიტომ ეს ეკონომიკური ახსნაც ამას ჰქონდა. უკვე თქვენ შეგეძლოთ შესულიყავთ რესტორანში და იქ გენახათ ქალები და მამაკაცები, რომლებიც ერთად იმყოფებიან რესტორანში, კაფეში და ასე შემდეგ. აი ესეთი ტიპის ცვლილებები მოხდა. ანუ ეს არის პერიოდი 2015, მამამისი მეფე გახდა 2016, ძალიან მნიშვნელოვანი წელი იყო MBS-ისთვის, როდესაც ის უფრო და უფრო აქტიურ ნაბიჯებს დგამს იმისთვის, რომ უფრო ახლოს მივიდეს ტახტთან, მაგრამ იგი აცნობიერებს, რომ მამამისი კი არის მეფე, მაგრამ მასსა და ტახტს შორის კიდე დგას MBN-ი, მისი ბიძაშვილი, რომელიც რაღაც 50 წლის არის, ახალგაზრდა ადამიანია და ესეთი მარტივი MBN-ის მოშორება არ იქნებოდა. მაგრამ ნახეთ რა ხდება, ძალიან ბევრი ელჩი, უცხო ქვეყნების ელჩი, რომელიც იმ პერიოდში იმყოფებოდა საუდის არაბეთში, ყვებოდა, რომ აი უკვე იმ პერიოდში MBN-ი ძალიან ცუდად გამოიყურებდა. აი ცუდად გამოიყურებოდა, მაგალითად კანადის ელჩმა საუდის არაბეთში გაიხსენა, რომ ერთ-ერთ შეხვედრაზე მეფესთან, მეფე სალმანთან, რომელსაც ესწრებოდა MBN-ი, საუბრობდნენ და უცებ აი ამ შეხვედრის მონაწილეებმა, სტუმრებმა გაიგონეს ხრინვა, რომ გაიხედეს ესე იგი კრონპრინც MBN-ს ეძინა, ვრინავდა. ძალიან უცნაური იყო მაშინო და ძალიან უხერხული. გარდა ამისა, ადამიანები ამჩნევდნენ, რომ ხო, აი ცუდად გამოიყურებოდა ამ ადამიანს დიაბეტი აქვს, მაგრამ გარდა ამისა, რაღაცა წამლებს იღებდა და ამბობდნენ, რომ იღებდა ბევრ გამაყუჩებელ პრეპარატს. MBS-ისთვის ეს აღმოჩნდა კარგი ამბავი და იგი სულ უფრო და უფრო ხშირად ეუბნებოდა საკუთარ მამას, რომ კრონპრინცი MBN-ი არის ნარკომანი. MBS კარგად ესმოდა, რომ იმისთვის, რომ მისი შანსები გახდეს მომავალი მეფე, მას სჭირდებოდა საუდის არაბეთის მთავარი საგარეო პარტნიორის და მეგობრის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. და ამიტომ ის რაც მოხდა 2016 წელს, მისთვის ნამდვილად იყო, მე ესე ვფიქრობ, good news, კარგი ამბავი. მოგეხსენებათ 2016 წელს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპსაც მოწონს დიდარი ბიზნესმენები და მით უმეტეს თუ მათ აქვთ შანსი და არიან ესე იგი ქვეყნის მმართველები, ავტორიტარული. ნამდვილად მოწონს ესეთი ხალხი და MBS-ისთვისაც უფრო მარტივი იყო ალბათ ტრამპთან საერთო ენის გამონახვა. უკვე 2016 წლის ბოლოს არჩევნების შემდეგ MBS-ი ჩავიდა ამერიკის შეერთებულ შტატებში და მას და ტრამპს ჰქონდათ ვახშამი ისაუბრეს, მაგრამ მთავარი რაც გააკეთა MBS-მა, იგი დაუმეგობრდა ტრამპის სიძეს, ივანკა ტრამპის მეუღლეს, ჯარედ კუშნერს. ეს არაბი და ებრაელი დამეგობრდნენ. კუშნერსაც კი ისეთ სერიოზული გავლენა აქვს ტრამპზე ადმინისტრაციაში, სერიოზულ როლს ასრულებდა, დღემდე ესეა. ამიტომ კუშნერმა დიდი როლი ითამაშა იმაში შემდეგ რა მოხდება ტრამპსა და მათ ურთიერთობაში, ესე იგი ტრამპსა და MBS შორის. 2017 წლის იანვარში შედგა ტრამპის ინაუგურაცია და 2017 წლის 20 მაისს ტრამპმა დაარღვია ტრადიცია, დიპლომატიური ესე ვთქვათ ტრადიცია და პირველი საგარეო ვიზიტი შედგა ზუსტად საუდის არაბეთში. სანამ მოგიყვებით ამ ვიზიტზე და განახებთ კიდევაც კადრებს, მინდა ისევ და ისევ მოგმართოთ თხოვნით, გამოყვეთ
YouTube-ზე, სხვა სოციალურ ქსელებზე, დაგვიჭიროთ მხარი, შემოგვიერთეთ Patreon-ზე და შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ. ჩვენ გთავაზობთ კრეატიული კონტენტის შექმნას, მობრძანდით, მოდით დავილაპარაკოთ და ვითანამშრომლოთ. ჩვენ გვყავს უკვე კლიენტები და იმედი გვაქვს, რომ თქვენც ითანამშრომლებთ ჩვენთან. დიდი მადლობა. ახლა კი დაუბრუნდეთ ტრამპის პირველ საგარეო ვიზიტს, მისი პირველი პრეზიდენტობის დროს საუდის არაბეთში. აი საუდის არაბეთში, ერიადში, ტრამპი მიიღეს ისე, როგორც არასდროს არსად არ მიუღიათ ტრამპი, არც იქამდე ესე იგი სხვა პრეზიდენტები და არც მე ვიტყოდი. აი წარმოუდგენელ სამეფო მიღება იყო. აი ყველაფერი იყო ისე, როგორც ტრამპს მოწონს, როგორც ეს მის ეგოს, იმიტომ რომ ეგოისტი და ეგოცენტრიკია ეს კაცი და ეს სიამოვნებოდა თავისი ცეკვები ხმლებით და სხვადასხვა სასახლეში, ვახშმები და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი რაც მოხდა ამ შეხვედრის დროს, მოგეხსენებათ, გრძელდება ომი იემენთან. ამ ვიზიტის დროს და შეხვედრების დროს, სადაც შეიძლება ითქვას, რომ ტრამპმა ხაზი გაუსვა იმას, ვინ არის მათი ფავორიტი საუდის არაბეთში, იმიტომ რომ კი მეფეს კი შეხვდნენ, MBN-საც შეხვდა ტრამპი, მაგრამ მაინც ხაზგასმით ყველგან იყო MBS-ი, MBS-თან ცალკე შეხვედრა ჰქონდა. ხო, აი ამ ვიზიტით ტრამპმა მოახდინა დემონსტრირება იმისა, რომ ნახეთ ეს ადამიანი არის ჩვენი ფავორიტი. და საპასუხოდ ამ ვიზიტის ფარგლებში მოეწერა ხელი ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას და ამ შეთანხმების მიხედვით საუდის არაბეთმა შეისყიდა ამერიკისგან შეიარაღება, რომელიც სჭირდებოდა ომისთვის. შეიარაღება 450 მილიონი დოლარის ოდენობით, უზარმაზარი, ესე იგი, ამბავი იყო. ტრამპმა ეს აღნიშნა, მადლობა გადაუხადა MBS პირველ რიგში, ზოგადად საუდის არაბეთს. მოკლედ, ტრამპის ეს ოფიციალური ვიზიტი საუდის არაბეთში MBS-ისთვის პირველ რიგში იყო ძალიან მნიშვნელოვანი. სულ ცოტა ხანში, დაახლოებით 1 თვეში, 2017 წლის ივნისში, MBS-მა განაცხადა იმის შესახებ, რომ საუდის არაბეთი წყვეტს დიპლომატიურ ურთიერთობას მეზობელ კატართან და გამოუცხადა ამ ქვეყანას ბლოკადა. ამ ბლოკადას, რაც ასევე MBS-ის ინიციატივა იყო, შეუერთდნენ სხვა არაბული ქვეყნები, კერძოდ ეგვიპტე, ბაჰრეინი და არაბთა გაერთიანებული საამიროები. თუ ეგონათ, რომ ესე იგი და თან რაც მთავარია, საუდის არაბეთმა მთელი პირობები დააყენა იმისთვის, რომ ბლოკადა მოიხსნას. იქ 13 პუნქტიანი გეგმა იყო. ერთ-ერთი პირობა მაგალითად იყო, რომ კატარს უნდა დაეკეტა საკუთარი უმსხვილესი მედიური პლატფორმა, ტელეკომპანია ალ-ჯაზირა. ახლა კატარიც არ არის რაღაცა პატარა და ღარიბი ქვეყანა, ნამდვილად არც ერთი ეს მოთხოვნა არ შესრულდა. დიდი ხნის განმავლობაში ომი ნამდვილად არ იყო, მაგრამ დიპლომატიური ურთიერთობა იყო გაწყვეტილი. ეს მოხდა, როგორც გითხარით, 2017 წელს, 2021 წლისთვის ქვეყნებმა აღადგინეს დიპლომატიური ურთიერთობა, დღეს მათ აქვთ ისეთი მეგობრული ურთიერთობა. იმასაც ვიტყვი, რომ კატარი ასევე არის ამერიკის შეერთებული შტატების მეგობარი, იქ მდებარეობს ერთ-ერთი უმსხვილესი ამერიკული სამხედრო ბაზა და დღეს საუდის არაბეთს და კატარს კარგი ურთიერთობა აქვთ, მეგობრული და ორი ქვეყანა ერთობლივ პროექტზეც კი მუშაობენ, აპირებენ ერთობლივის რკინიგზის აშენებას, რომელიც დააკავშირებს ორი ქვეყნის დედაქალაქს, დოჰას და ერ-რიადს. ზოგადად 2017 წელი ძალიან მნიშვნელოვანი წელიწადი იყო MBS-ისთვის. აი დაახლოებით 2 კვირაში, იმის მერე რაც ქვეყანამ გამოუცხადა ბლოკადა კატარს, MBS-მა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ რაღაცა უნდა მოემოქმედა MBN-თან დაკავშირებით.
ორ კვირაში, ეს არის 2017 წლის ივლისი, MBN-ი გამოიძახეს მეფის სასახლეში. ანუ ბიძასთან. როდესაც პრინცი მივიდა, კრონპრინცი მივიდა იქ, შესასვლელში მას სთხოვეს, რომ მის დაცვას და ასევე გარემოცვას, იმ ადამიანებს, ვინც მასთან ერთად ამალას დაეტოვებიან, ანუ დარჩენილიყვნენ გარეთ და MBN-ი მარტო შესულიყო სასახლეში. მობილური ტელეფონიც ჩამოართვეს, უკვე ძალიან ცუდი ნიშანი იყო. MBN-ი შევიდა სასახლეში და როგორც ამბობენ ინსაიდერები, ესე ვთქვათ, ბევრ წყაროს გავეცანი, ირკვევა, რომ ერთი დღის და ღამის განმავლობაში MBN-ს ეუბნებოდნენ, რომ მან უარი უნდა თქვას აი ამ ტიტულზე, ამ წოდებაზე და კრონპრინცის წოდებაზე. ანუ ფაქტობრივად უარი უნდა თქვას იმაზე, რომ გახდეს ტახტის მემკვიდრე. ხა თავიდან ადამიანი, რომელსაც ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა, შინაგანსაკუთრება მინისტრი იყო, უზარმაზარი ქონება, მდიდარი ძლიერი ადამიანი, მაგრამ თავისი პრობლემებით, როგორც გითხარით, განსაკუთრებით აი ამ ბოლო პერიოდში, ცუდად გამოიყურებოდა, ტკივილგამაყუჩებელ წამლებს, პრეპარატებს იღებდა. მოკლედ, არ ვიცი, ხა იქ წამებას და ძალიან სასტიკნო პრობას ადგილი არ ქონდა, როგორც ამბობენ, მაგრამ საკმაოდ ისეთი მძიმე საუბარი შედგა. თავიდან კი ამბობდა უარს, მაგრამ ყველაფერი დასრულდა იმით, რომ MBN-მა ეს მოთხოვნა შეასრულა, იქვე სასახლეში იყო ოპერატორი და მალევე გადაიღეს, როგორ ამბობს MBN-ი უარს თავის აი ამ წოდებაზე, როგორ ამბობს უარს იმაზე, რომ იყოს კრონპრინცი და ტახტის მემკვიდრე. შემდეგ იყო ჩაწერილი MBS-ი, როგორ უხდის მადლობას და როგორ ეუბნება, რომ აუცილებლად იხემძღვანელებს მისი რჩევებით, გაითვალისწინებს მის გამოცდილებას, იგი იქნება მისი უფროსი მრჩეველი მომავალში. ხო, სხვანაირად განვითარდება, ცოტა წინ წავალ და ვიტყვი, რომ უკვე 2020 წელს და MBS-ი ამ დროისთვის უკვე არის კრონპრინცი და ფაქტობრივი მმართველი საუდის არაბეთის. MBN-ს, რომელმაც ცოტა ადრე დაკარგა ყველანაირი თავისი ტიტული, არც მინისტრი იყო, არც არანაირი სხვა თანამდებობა არ ეკავა, მაგრამ ფაქტობრივად დააკავებენ, შინაპატიმრობაში იმყოფება დღესაც, დაადანაშაულებენ, ღალატში. შეიძლება ძალიან ცუდადაც განვითარდეს ყველაფერი და დასაჯონ კიდევაც, მაგრამ ჯერჯერობით ყველანაირი გავლენა ამ ადამიანმა ნამდვილად დაკარგა. და უკვე 2017 წლის ივნისში მეფე სალმანმა დანიშნა და გამოაცხადა, რომ მისი ესე იგი მემკვიდრე იქნება მოჰამედ ბინ სალმანი. მოჰამედ ბინ სალმანი 2017 წლის ივნისიდან გახდა საუდის არაბეთის კრონპრინცი და გარდა ამისა გახდა რეალური მმართველი ამ ქვეყნის, იმიტომ რომ უნდა ვთქვათ, რომ სალმანი ნამდვილად ხანში შესული კაცია, როგორც გითხარით, დღეს უკვე არის 90 წლის. უკვე რამდენიმე საათში ამ განცხადების შემდეგ MBS დაურეკა ტრამპმა, მიულოცა ეს ამბავი და უთხრა, რომ ძალიან გახარებულია იმით, რომ აწი ქვეყნის კრონპრინცი იქნება ზუსტად MBS. უკვე როდესაც MBS-მა პრაქტიკულად მიაღწია იმას, რასაც გეგმავდა მთელი ცხოვრების განმავლობაში, მან საბოლოოდ გაშალა ფრთები და უფრო აქტიურად დაიწყო თავისი რეფორმების გატარება. ჯერ ეს ერთი ეკონომიკური რეფორმები ხო მიმდინარეობდა და გაგრძელდა. გარდა ამისა, ეს საჯარო სექტორის, ესე ვთქვათ, და საზოგადოების რეფორმირებაც გაგრძელდა. აი მაგალითისთვის ვიტყვი, რომ ქვეყანაში გაიხსნა 350 კინოთეატრი. იქამდე კინოთეატრები ქვეყანაში იყო აკრძალული. და
როგორც გითხარით, იქამდეც დაუშვეს ის, რომ ქალები და მამაკაცები ერთ სივრცეში ყოფილიყვნენ. ეს არის პერიოდი, როდესაც 2017 წელი, როდესაც MBS-მა გარდა იმისა, რომ შეიძინა ქრისტიანული ხელოვნების ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ასევე ძვირადღირებული ნამუშევარი ლეონარდოს სალვატორ მუნდი, მან ბევრი სხვა რამ შეიძინა, მაგალითად ლუდოვიკოს სასახლე საფრანგეთში, სადაც წარმოუდგენელი წვეულებები ტარდება. სხვა სასახლეები ევროპაში, ეხლა საუდის არაბეთში ბევრი სასახლეები რო აქვს, ესეც გასაგებია. სხვა შორის მის პირად ცხოვრებას რაც შეეხება, ჯერჯერობით ერთი ცოლი ყავს და შვილები, მაგრამ ცოლი ჯერჯერობით ერთია. და პარალელურად კიდე რა, მან უთხრა თავის საზოგადოებას, რომ მე შემოვიტან ქვეყანაში და ძალიან აქტიურად მხარს დაუჭერ სპორტს და ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაძენი იყო, რასაკურველია, კრისტიანო რონალდოს შეძენა, ესე ვთქვათ, ხო? სხვათა შორის Netflix-ზე მიყვარს ხოლმე ეს გადასვლები. Netflix-ზე არის ესეთი დოკუმენტური სერიალი კრისტიანო რონალდოს მეუღლეზე, ჯორჯინაზე, ესეთი კონკია, რომელიც გახდა კრისტიანოს ცოლი და ბოლო სერია, აი ამ სერიალის მე მგონი 3 სერია კი არა, ბოლო სეზონი ეძღვნება ზუსტად იმ პერიოდს, როდესაც ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად საუდის არაბეთში. ეს სტრატეგიული შეძენა იყო MBS-ისთვის. იცით რატომ? იმიტომ რომ კრისტიანო რონალდოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფეხბურთელს ჩვენს პლანეტაზე აბა რამდენი ფოლოვერი ყავს სოციალურ ქსელებში? მოემზადეთ 600 მილიონი. არა 6, არა 60, 600 მილიონი ადამიანი, აი ყველა მის სოციქსელებში, TikTok-ზე, Instagram-ზე, ყველა 600 მილიონ ადამიანს შეადგენს და ამიტომ ესეთი ადამიანის, ესე იგი, დაპატიჟება თავის ქვეყანაში MBS-ისთვის სტრატეგიული გადაწყვეტილება იყო. ეს არ იყო მარტივი, ხო, ბევრი ფულიც გადაუხადეს კრისტიანოს. აი ახლა დადგა დრო და მომენტი. როდესაც მე მინდა მოგიყვეთ ხედვა 2030-ის, აი ამ პროგრამის ძალიან საინტერესო კომპონენტზე, პროექტზე, რომელსაც დაერქვა პროექტი ნეომი. რა არის ეს? იცით რა, მე ძალიან ესე დაწვრილებით წავიკითხე, პრეზენტაციაც კი ვნახე, წარმოუდგენელ პროექტზეა საუბარი, რას გულისხმობს ეს პროექტი. ეს პროექტი, მოკლედ რომ ვთქვათ, არის ისეთი მომავლის ქალაქის, მე ვიტყოდი ფუტურისტული ქალაქის მშენებლობა, რომელიც უნდა აშენებულიყო უდაბნოში 170 კილომეტრზე, აი ამ სიგრძეზე უნდა აშენებულიყო ცათამბჯენების მთელი კომპლექსი. და შიგნით, აი ამ ცათამბჯენების შიგნით უნდა ყოფილიყო აი ამ ქალაქის მეგაპოლისის მთელი ინფრასტრუქტურა, თავისი საავადმყოფოებით, სკოლებით, საბავშვო ბაღებით, მწვანე ზონებით, პარკებით, გასართობი ცენტრებით, შოპინგ მოლებით, მაღაზიებით და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ეკოლოგიას დაეთმო დიდი ყურადღება, აი პრეზენტაციის დროს სიამაყით საუბრობდა MBS-ი ამის შესახებ, ამბობდა, რომ აი ამ ქალაქში, სადაც უნდა შესახლებულიყო 9 მილიონი ადამიანი, აი ამ ცათამბჯენებში. სიმაღლე ამ ცათამბჯენების უნდა ყოფილიყო 500 მეტრამდე, ნახევარი კილომეტრი. 120-150 სართულიანი სახლები უნდა აშენებულიყო. ფასადი ამ სახლების უნდა მოპირკეთება, უნდა ყოფილიყო სარკეებით. წარმოუდგენელი ამბავი. და გადაადგილება არა მანქანებით, ან ტაქსებით, უნდა ყოფილიყო ჩქაროსნული მატარებლით, რომელსაც დაჭირდებოდა 20 წუთი ქალაქის ერთი წერტილი და ბოლო წერტილში რომ მისულიყო. აი სიგიჟე კიდე იყო იმაში, რომ შიგნით ამ ქალაქში უნდა აშენებულიყო ნავსადგური და ნავსადგურის გარდა უნდა ყოფილიყო სტადიონი, კიდე რაღაცა ინდუსტრიული ზონა,
არ ვიცი, წარმოუდგენელი ამბავი. ამ პროექტისთვის MBS-მა დაპატიჟა ძალიან ცნობილი არქიტექტორები და დიზაინერები. მთლიანობაში ათასობით არქიტექტორი, დიზაინერი, მშენებელი იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში და მართლაც ქალაქის მშენებლობა დაიწყო 2021 წელს. აი ამ ძალიან ცნობილ ადამიანებს შორის იყო მაგალითად ძალიან ცნობილი ესე იგი ფუტურისტი და ვიზუალური კონცეფციების არქიტექტორი, რომელიც მუშაობდა ფილმზე მე ლეგენდა, ჯეფ ჯულიანი. გარდა ამისა, უნდა ყოფილიყო მხატვარი ნეითან კროული, რომელიც ასევე მუშაობდა ძალიან ცნობილ ტრილოგიაზე, ქრისტოფერ ნოლანის ტრილოგიაზე, ბეტმენზე, მისი კოლეგა ოლივიე პრონი, ანუ უცნობილესი ადამიანები, რომლებიც დაიწყეს მუშაობა ამ პროექტზე. ახლა 17 წლიდან 21 წლამდე მიმდინარეობდა ამ პროექტის დამუშავება, მომზადება და 21 წელს დაიწყო მუშაობა. მაგრამ მაშინ იყო საქმე. პროექტი პროექტად კი არის შეიძლება ძალიან შთამბეჭდავი და საინტერესო. მაგრამ მარტივად არ იყო საქმე ნამდვილად და ძალიან ბევრ პრობლემას ჰქონდა ადგილი. ჯერ ეს ერთი პრობლემა მდგომარეობდა იმაში, რომ სამშენებლო მასალები ხო უნდა მიეტანათ იმ ადგილამდე, სადაც ეს ყველაფერი უნდა აშენებულიყო და მშენებლობა უნდა ყოფილიყო ესე მოდულებად, 16 კილომეტრიანი მოდულები, რომელიც ესე იგი ნაწილ-ნაწილ აშენდებოდა. მაგრამ სამშენებლო მასალები ხა საიდან უნდა მოსულიყო? ყველაზე ახლო მდებარე პორტი ამ ადგილთან მდებარეობს 80 კილომეტრში. ეს უკვე სატრანსპორტო და ლოგისტიკურ პრობლემებს ნამდვილად ქმნიდა, იმიტომ რომ MBS-ის გათვლით პროექტის პრაქტიკულად დასრულება უნდა მომხდარიყო 2030 წელს, ისევ და ისევ, ესე იგი 2030 წელს. ერთ-ერთმა არქიტექტორმა, რომელიც ადრე მუშაობდა ამ პროექტზე და აღარ მუშაობს, ამბობდა, რომ იმისთვის, რომ ეს პროექტი აი ამ ვადებში ჩატეულიყო და განხორციელებულიყო, მაშინ პორტში გემის განტვირთვა უნდა მომხდარიყო გემის რომლითაც მოქონდათ სამშენებლო მასალები, ბეტონი, ცემენტი, არმატურა და მილიონობით ტონაზეა ხალხო საუბარი, უნდა განეტვირთათ ყოველ 8 წამში. გასაგებია ხო, რომ წარმოუდგენ, ეხლა ყოველ 8 წამში პორტში, რომელი გემი უნდა განტვირთო და გარდა ამისა კიდე სხვა გემები შემოდიოდა, ეხლა იმ პორტში, მარტო ამ ნეუმზე ხო არ მუშაობდა ეხლა მთელი პორტი, ხო? არა, ნამდვილად ესე იგი იყო შეუძლებელი. შემდეგ იყო პრობლემა, მიხვდნენ, რომ არის პრობლემა ბუნებრივი განათების, იმიტომ რომ ეს სათავჯენები შიგნით რაღაცა სტადიონი, ნავსადგურის ქვემოთ უნდა ყოფილიყო გვირაბი, სადაც გაივლიდა ეს მატარებელი, რაღაცა ერთი შენობა, რომელიც პრაქტიკულად ჰაერში უნდა ჩამოკიდულიყო როგორც ჭაღი. მოკლედ, აი ამ სარკეების გამო, იმის გამო, რომ ესეთი არქიტექტურა ქონდა აი ამ შენობებს, ბუნებრივი განათების პრობლემა შეიქმნა. ესეც, აი თან ვუყურებ, რამე არ გამომრჩეს, ესე იგი, რამე არ გამოვტოვო მნიშვნელოვანი. უმნიშვნელოვანესი ამით უნდა დამეწყო ამ პროექტის ღირებულება. აი, რა ვიცი, მე რო ყოფილიყავი პრესკონფერენციაზე, სადაც ამას იტყოდა MBS-ი, პირველი რასაც ვკითხავდი, რა ღირებულების პროექტზეა საუბარი. თავიდან MBS-მა თქვა, რომ ღირებულება შეადგენს $500 მილიარდ. უფრო მეტიც მან თქვა, რომ აქ ჩაიდებოდა ფული არა მარტო საუდის არაბეთი ჩადებდა ამ ფულს და ხას უსვამდა იმას, რომ აი რისთვის გვინდა ჩვენ დივერსიფიკაცია ჩვენი ეკონომიკის, რომ იმ შემოსავლით, რომელსაც ქვეყანა იღებს ნავთობისგან, ჩავდებთ მაგალითად აი ამ პროექტში. მაგრამ საუბრობდა იმაზე, რომ აი უცხო ინვესტორებიც უნდა შემოსულიყვნენ და დაეფინანსებინათ ეს პროექტი და მართლაც ვიღაცეები, იქ შვეიცარელი, ფრანგი ინვესტორები თავიდან გამოჩნდნენ. მაგრამ შემდეგ უკვე როდესაც 21 წელს დაიწყო მშენებლობა,
ფასი მალევე, აი დაახლოებით 1 წელიწადში 3-ჯერ გაიზარდა. ანუ უკვე იყო საუბარი 1 ტრილიონ 500 მილიარდ დოლარზე. და ეს ძალიან დიდი თანხაა საუდის არაბეთისთვისაც კი. კიდევ ერთი პრობლემა და ნამდვილად პრობლემაა ესე იგი აღმოაჩინეს არა არქიტექტორებმა, არა მშენებლებმა, არამედ გაგიკვირდებათ და ორნიტოლოგებმა. ორნიტოლოგები არიან მეცნიერები, რომლებიც სწავლობენ ფრინველების ცხოვრებას. ორნიტოლოგებმა დაასკვნეს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ეს პროექტი განხორციელდება, ეს ძალიან სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის ფრინველებს, რომლებიც თურმე იყენებენ აი ამ საჰაერო გზებს, მარშრუტებს გადაფრენისთვის. იქ დაფრინავენ. Ბევრ ქვეყნებში ბრუნდებიან და იქედან გამომდინარე, რომ 500 მეტრიან სათავჯენებზე იყო საუბარი, ზუსტად ამ სიმაღლეზე დაახლოებით დაფრინავენ თურმე ფრინველები, არის შანსი, რომ შეეჯახონ ამ სათავჯენებს, რადგან მით უმეტეს ვერ დაინახავენ, სწრაფად მიფრინავენ და თან სარკით არის მოპირკეთებული. ესე იგი, სერიოზული პრობლემა, არის სერიოზული პრობლემა. რა ვქნათო, შემდეგ ერთ-ერთ არქიტექტორს მოუვიდა გენიალური იდეა, მოუვიდა თავში, რომ მაშინო აი ამ შენობებში, მაღალ სართულებში გვირაბები გავაკეთოთო და იქ ესე იგი შეფრინდებიან და გაფრინდებიან ჭიტები, ფრინველები. ხო, მაგრამ მე სხვებმა უთხრეს, რომ აი დაახლოებით ესეთი ისინი გვირაბები, ანუ ესეთი ხვრელები უნდა გაეკეთებინათ, მაგრამ ეხლა ეს ფრინველები ისე ორნიტოლოგები ამ რამდენ სხვები ამაზე, მაგრამ პრობლემაა ეხლა სერიოზული ფრინველებისთვის, ეხლა რაღაც ფრინველების სასაფლაოდ ხო არ გადაიქცეოდა ეს ქალაქი ფუტურისტული. არ იქნებოდა ეხლა ესე იგი სასიამოვნო. სხვებმა თქვეს, რომ ეხლა რა ვიცით, რომ მაინც და მაინც ფრინველი, რომელიც აი ეს გიჟივით მოფრინავს, აი ამ გვირაბში შევა. მოკლედ, ბოდიში მეგობრებო, მიყვარს ესე იგი ფაუნა, ფრინველებიც. მოკლედ, სერიოზული პრობლემაა, მაგრამ ყველაფერი ეხლა მე არ ვიცი როგორ რამდენად ამან დაასამარა ეს პროექტი, მაგრამ აი მაგალითად გაზეთ Financial Times-ის კორესპონდენტებმა გაარკვიეს, რომ დღეს ეს პროექტი არის მთლიანად გაჩერებული. Financial Times-ის კორესპონდენტი იმყოფებოდა იქ, ეხლა შიგნით ნამდვილად არ შეუშვეს, მაგრამ პროექტი არის გაჩერებული, სამშენებლო სამუშაოები გაჩერდა და კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ის არის, რომ ბევრი უცხო ინვესტორი, რომელიც თავიდან შემოვიდა ამ პროექტში, ამ ბევრმა ინვესტორმა უარი თქვა ამ პროექტში მონაწილეობაზე და ამას ჰქონდა მიზეზი, რომელზეც ცალკე გეტყვით. მაგრამ, ესე იგი, ფინანსური რესურსების პრობლემა, ლოგისტიკური პრობლემა, სამშენებლო პრობლემები, არარეალური პროექტი, რომლის განხორციელებას, არ ვიცი ახლა რა დაჭირდებოდა. ამიტომ პროექტი არის გაჩერებული. ამაზე დღეს საუდის არაბეთში არ საუბრობენ, ხაზი გაესვა იმას, რომ საუდის არაბეთი დღეს ემზადება მსოფლიო გამოფენისთვის, რომელიც ქვეყანაში უნდა ჩატარდეს 2000 ისევ და ისევ გამოიცანით 30-ში და ასევე ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელიც დაგეგმილია 2034 წელს. როდესაც მე მოგიყევით კრიშტიანო რონალდოს, ესე იგი დაპატიჟებას შეძენაზე, ესე ვთქვათ, მე კიდე დამავიწყდა, მე თქვა, რომ MBS-მა ასევე ჩადო ფული ამერიკის გოლფის ფედერაციაში და ნაწილი მისი შეისყიდა, ანუ ამერიკის დიდი სიამაყე, ეროვნული სპორტი გოლფი, ნაწილობრივ ეკუთვნის MBS, ასევე ბრიტანეთის საფეხბურთო ლიგის ნაწილის რაღაცა წილის მფლობელია. მოკლედ, ესე ბევრი ინვესტიცია აქვს ამ ადამიანს ჩადებული სხვადასხვა სფეროებში და სექტორებში.
ისევ და ისევ 2017 წელი, არ ვიცი, ეს ამ წელს რამდენი რაღაცა, ეხლა რამდენ მოვლენაზე უკვე მოგიყევით და ჯერ კიდევ წინ გვაქვს ყველაფერი. ისევ განსაკუთრებით ნოემბერში, სხვათა შორის ჩვენ ქართველებსაც ბევრი რაღაცა ისტორიაში, ახლოს ისტორიაში ნოემბერში ხდებოდა ხოლმე და ხდება და მათთვის 2017 წლის ნოემბერი იყო ესეთი საინტერესო თვე და წელიწადი. ისევ და ისევ 2017 წლის ნოემბერში, უბრალოდ 4 ნოემბერს ერიადის მაცხოვრებლებმა შეამჩნიეს, რომ ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო რიც კარტონთან არის ბევრი პოლიციელი, უშიშროების თანამშრომლები. იმ დღეს რიც კარტონში დაპატიჟეს ქვეყნის უმდიდრესი ადამიანები. დაპატიჟა კრონპრინცმა MBS-მა. დაპატიჟეს ჯერ ერთი პრინცები საუდების დინასტიის წარმომადგენლები, დაპატიჟეს ბიზნესმენები, სამეფო ოჯახთან დაახლოებული ადამიანები, 200-ზე მეტი ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ადამიანი იმყოფებოდა იმ სასტუმროში იმ დღეს. თავიდან მათ უთხრეს, რომ ეს იქნებოდა შეხვედრა კრონპრინცთან და უნდა ესაუბრათ ქვეყნის მომავალზე, რეფორმებზე და ზუსტად იმ პერიოდში MBS-მა შექმნა ეგრეთ წოდებული ანტიკორუფციული საბჭო, რომლის თავმჯდომარეც თვითონ გახდა. მაგრამ ყველაფერი სულ სხვანაირად წავიდა. იმ დღეს ეს ადამიანები შეიძლება ითქვას, რომ ჩაკეტეს სხვადასხვა სასტუმროს სხვადასხვა ნომერში და გაიმართა ამ ადამიანების დაკითხვა და ასევე საუბრები. ზოგი საუბარი ძალიან მკაცრი იყო. არსებობს ინფორმაცია, რომ ზოგ მათგანს აწამებდნენ კიდევაც, ცემდნენ. ყოველ შემთხვევაში ერთი ადამიანი გულის შეტევით ამ საუბრების, ესე ვთქვათ, შედეგად გარდაიცვალა. მათ შორის იმყოფებოდა საუდის არაბეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანი და პრინცი ალ-ვალიდ იბნ ტალალა. რა იყო ამ შეხვედრის და უბრალოდ ამ საუბრების მიზანი? მათ უთხრეს, რომ ის ქონება და აქ არის საუბარი მილიარდობით დოლარზე, მათ მოიპოვეს არალეგალური, არაკანონიერი გზით და მილიარდობით დოლარი უნდა დაუბრუნონ სახელმწიფოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალიან სერიოზული ზომები იქნება მიღებული მათ და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. ამიტომ ეს ხალხიც იყო იძულებული, რომ ძალიან დიდი ფინანსური რესურსები, ესე იგი, გადაეცათ სახელმწიფო ბიუჯეტში. ერთ-ერთ საუბარში MBS-ის, ესე ვთქვათ, მეგობარი იხსენებს, რომ მან თქვა, რომელმაც უთხრა, რომ შენ არ ფიქრობო იმაზე, ეს როგორ გამოჩნდება. უცხოეთში საერთაშორისო არენაზე ეს ნაბიჯი, ეს როგორ იქნება აღქმული, იმიტომ რომ არ არის მთლად არა დემოკრატიულზე კი არა, მაგრამ კანონიერი, ხო? მან თქვა, რომ მე არ მაქვს დრო, რომ კანონიერად და ეს გავატარო, იმიტომ რომ მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ ადამიანებმა ნამდვილად, ესე იგი, მოპარეს ძალიან ბევრი ფული ჩვენს სახელმწიფოს, მაგრამ მე არ მაქვს დრო, რომ გავმართო სასამართლო პროცესები, მე მეჩქარება, მჭირდება ფული ბევრი პროექტის განსახორციელებლად და ამიტომ იძულებული ვარ, რომ ზუსტად ასე ვიმოქმედო და ზუსტად ასე იმოქმედა. კიდევ ერთი მე ვიტყოდი, რომ კიდევ ერთი სიგნალი, რომელიც ესეთი სერიოზული სიგნალი იყო საზოგადოებისთვის, მდგომარეობდა იმაში, რომ MBS-ი ეუბნებოდა საზოგადოებას, რომ მე იმდენად ძლიერი მმართველი ვარ, რომ ნახეთ ვის მოვერიე. ყველაზე ძლიერ და ყველაზე გავლენიან და მდიდარ ადამიანებსაც კი ვაიძულე გააკეთონ ის, რაც მე მსურს. კიდევ ერთი სიგნალი ეს იყო უფრო ფართო საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ არ დაგვავიწყდეს, რომ ეს არის პერიოდი, როდესაც ახლო აღმოსავლეთში, არაბულ სამყაროში მიმდინარეობდა არაბული გაზაფხული. და ეს
ნამდვილად არ იყო ის, რასაც MBS-ი დაუშვებდა თავის ქვეყანაში. MBS-ის ავტორიტარიზმზე და რეპრესიებზე ჩვენ დღეს კიდევ ვისაუბრებთ, მაგრამ მაშინ ეს სიგნალი ნამდვილად იყო გაშვებული საზოგადოებაში, რომ არც იფიქროთ, მე ბევრ რაღაცას შევცვლი, მე მოგცემთ თქვენ ბევრ რამეს, რაც აქამდე არ გქონდათ, მაგრამ ეს უნდა იყოს ჩემი გადაწყვეტილება. თქვენ არანაირი უფლება, რომ გამოიჩინოთ ინიციატივა და მიიღოთ მონაწილეობა იმაში, თუ როგორ უნდა იმართებოდეს ეს ქვეყანა, ნამდვილად არ გაქვთ. აი ზუსტად ამას უკავშირდება რეპრესიების თემა, MBS-ის ავტორიტარიზმის თემა. კი ბატონო, MBS-ის იქამდე, სანამ MBS-ი გახდებოდა კრონპრინცი, ეს საუდის არაბეთი ნამდვილად არ იყო ეხლა დემოკრატიული ქვეყანა. იქ რელიგიური პოლიცია მოქმედებდა, შარიათის კანონები ცხოვრობდა ქვეყანა. რაზეა ლაპარაკი, ქალებს არანაირი უფლება არ ჰქონდათ, ხო? მაგრამ კი MBS-მა კი ძალიან ბევრი რეფორმა კი გაატარა, ეკონომიკური და არა მარტო. მაგრამ კიდევ ერთხელ ეს მხოლოდ მისი ხედვის ფარგლებში იყო და ისინი, ვინც თავს ესე იგი უფლებას აძლევდა, რომ კრიტიკა გამოეთქვათ MBS-ის მიმართ, ხო, ისინი ამთავრებდნენ ციხეში. ამიტომ ზუსტად იმ პერიოდში დააკავეს ბევრი მეცნიერი, ბევრი აქტივისტი, უფლებადამცველი, რელიგიური დაჯგუფებების ლიდერები, ის ადამიანები, ვინც სარგებლობდა პატივისცემით, როგორც რელიგიური ლიდერი. ზუსტად იმ პერიოდში მე ასევე ვუყურე ერთ-ერთ ფილმს, სადაც ერთ-ერთი ახალგაზრდა ქალის და ყვებოდა, რომ მისი და აქტიურად გამოდიოდა ესე იგი იმისთვის, რომ ქალებს საუდის არაბეთში ქონოდათ უფლება, მანქანის მართვის უფლება. და როგორც გითხარით, MBS-მა ეს რეფორმა გაატარა და მისცეს, მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, ეს ქალი Twitter-ზე, X-ზე დებდა ბევრ ესე იგი რაღაცა ვიდეოს და წერდა პოსტებს, რომ აი ქალებს უნდა ქონდეთ ეს უფლება. ეს ახალგაზრდა ქალი დააკავეს, მას ციხეში ცემეს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით, სიკვდილით. შემდეგ გამოუშვეს და როდესაც და იყო ძალიან უცნაური, იმიტომ რომ იმას ამბობდა, რასაც MBS-ის გაკეთებასაც აპირებდა. როდესაც ეს რეფორმა განხორციელდა და ქალებს მართლაც მისცეს ეს უფლება, ამ ქალს დაუკავშირდნენ და უთხრეს, რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა სოციქსელებში, არ უნდა გამოეხატა არანაირი რეაქცია ამასთან დაკავშირებით. არც დადებითი, არც უარყოფით ისედაც არ გამოხატავდა. ანუ ეს მეტყველებს იმაზე, რომ MBS-ი ძალიან სათავისოდ ჭკვიანურად მოქმედებს. ნებისმიერი პოზიტიური რეფორმაც კი ეს არის ჩემი ინიციატივა. ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ შენ ამას ითხოვ, რომ შენ ეს გჭირდება. არა, იმიტომ რომ მე ვთვლი, რომ ეს არის საჭირო ჩვენი ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის. შენ არაფრის თქმის, მოთხოვნის უფლება არ გაქვს. აი ეს არის მისი, ესე იგი, ესეთი მენტალიტეტი. Human Rights Watch-ი, ეს ორგანიზაცია, ერთ-ერთ თავის დასკვნაში წერდა, რომ პარალელურად იმისა, რომ MBS-ი მილიარდობით დოლარს ხარჯავდა სხვადასხვა გასართობ ღონისძიებაზე, სპორტულ ღონისძიებაზე, ასევე MBS-ის იმის შემდეგ, რაც MBS-ი გახდა კრონპრინცი, გაძლიერდა რეპრესიები საუდის არაბეთში. მაგრამ 2018 წელს მოხდა წარმოუდგენლად მძიმე, ტრაგიკული ამბავი, რომელმაც იცით რა, მინდოდა მეთქვა ბევრი რამ შეცვალა, მაგრამ სინამდვილეში არაფერი არ შეცვლილა. უბრალოდ მოხდა ის, რამაც მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და მე ალბათ არ გაგიკვირდებათ, რომ ახლა მე ვისაუბრებ ჟურნალისტი ჯამალ ჰაშოჯის ინგლისურად უფრო ჰაშოჯის ამბობენ მკვლელობაზე.
ვინ იყო ჯამალ ჰაშოჯი? ჯამალ ჰაშოჯი იყო ძალიან ცნობილი გამოცდილი ჟურნალისტი, რომელიც აწლეულების განმავლობაში მუშაობდა საუდის არაბეთში. სხვათა შორის გარკვეული პერიოდი ახლოს იყო ქვეყნის ხელმძღვანელობასთან, ერთი პერიოდი მრჩევლის სტატუსიც ჰქონდა მას. მაგრამ აი უკვე 2014-ში, 15-ში იგი კრიტიკულ სტატიებს წერდა და განსაკუთრებით MBS-ზე იგი აკრიტიკებდა იგივე ომს იემენში და აი ამ ოპერაციას, რომელიც საუდის არაბეთმა დაიწყო. ზოგიერთ რეფორმას აკრიტიკებდა, განსაკუთრებით იმ რეფორმებს, კი არა და პროექტს უფრო სწორედ, რომელიც ეხებოდა აი ამ რაღაცა დიდი პროექტები, სადაც უნდა ჩადებულიყო ბევრი ფული, თვლიდა რომ უნდა მიეხედათ არსებული პრობლემებისთვის და არ დაეხარჯათ მილიონობით ან მილიარდობით დოლარი რაღაცა არარეალისტურ პროექტებზე. იმდენად გართულდა მისთვის მუშაობა საუდის არაბეთში, რადგან ბევრ კრიტიკულ სტატიას წერდა, რომ 2000 ისევ 17 წელს მას მოუწია წასვლა საუდის არაბეთიდან, წავიდა და დასახლდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ჯამალ ჰაშოჯი მუშაობდა კორესპონდენტად ძალიან გავლენიან ამერიკულ გაზეთზე Washington Post-ზე. იქ წერდა სტატიებს. 2018 წლის 2 ოქტომბერს ჯემალ ჰაშოჯი იყო ჩასული სტამბულში, თურქეთში. იმ პერიოდში იგი გაცილდა თავის პირველ ცოლს, ყავდა ახალი შეყვარებული ხატიჯე, რომელთანაც სურდა ახალი ოჯახის შექმნა. და 2018 წლის 2 ოქტომბერს იგი უნდა შესულიყო საუდის არაბეთის საკონსულოში თურქეთში, რათა აეღო დოკუმენტები, რომელიც საჭირო იყო მისი მეორე ქორწინებისთვის. თავის შეყვარებულთან ერთად მივიდა საკონსულოსთან, ხატიჯე გარეთ ელოდებოდა და სადღაც პირველ საათზე 2:08 წუთზე ხატიჯემ ბოლოს ნახა ჯამალ ჰაშოჯი. იგი შევიდა საკონსულოში და მე როგორც გაირკვევა, სულ რამდენიმე წუთში იქ მას დახვდებიან ადამიანები. ეს იყო მთელი ჯგუფი, რომელიც იმ დღეებში ჩავიდა საუდის არაბეთიდან სტამბულში, რომლებსაც ჰქონდათ დავალება, მათ უნდა მოეკლათ ჯამალ ჰაშოჯი. და ესეც მოხდა. ამ ჯგუფის წევრებმა, ამ ადამიანებმა ესე იგი, დააკავეს ჰაშოჯი, ჯერ აწამეს, შემდეგ მოკლეს და შემდეგ დაანაწევრეს და ეს ნაწილ გამოიტანეს ამ საკონსულოდან. ამ დროს გარეთ დგას მისი შეყვარებული ხატიჯე, ელოდება, გადის 1 საათი, 2 საათი, 3 საათი, ჯამალი არ ჩანს და შემდეგ უკვე სადღაც მე-4 საათი რო დაიწყო, ხატიჯე ძალიან შეწუხდა და დაიწყო რეკვა ამის შესახებ, შეატყობინა თურქეთში ჯამალის მეგობრებს, რაღაცა მაღალჩინოსან პოლიტიკოსებს, რომლებთანაც ჯამალ ჰაშოჯი მეგობრობდა, რომლებსაც იცნობდა. შემდეგ ეს ამბავი მივიდა Washington Post-მდე, გამქრალია კაცი, არ ჩანს. ესე გადის საათები, უკვე საღამოა. ჯამალ ჰაშოჯი არ გამოჩნდა და საკონსულოდან არ გამოსულა. შემდეგ ძალიან გრძლად რომ არ მოუყვე, დაიწყება გამოძიება. თავიდან საუდის არაბეთის საკონსულომ გაავრცელა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ საკონსულოდან გამოდის ადამიანი, რომელიც ძალიან გავს ჯამალ ჰაშოჯის. მას აცვია ზუსტად იგივე ტანსაცმელი, რაც ჯამალს ეცვა, როდესაც შედიოდა საკონსულოში. მაგრამ მალევე თურქმა გამომძიებლებმა მიაქციეს ყურადღება ერთ საინტერესო ფაქტს, რომ ამ ადამიანს, რომელიც ძალიან გავდა ჯამალს, ეცვა სხვა ფეხსაცმელი. როგორც მე გაირკვევა, აი იმ ჯგუფში, რომელიც საუდის არაბეთიდან ჩავიდა თურქეთში, იყო ერთი ჩვეულებრივი ინჟინერი, რომელიც გარეგნულად ვიზუალურად ძალიან გავდა ჯამალ ჰაშოჯის. მაგრამ მას სხვა ზომა ჰქონდა ფეხის და ამიტომ მოუწია საკუთარი ფეხსაცმლის ჩაცმა.
ჯამალის ფეხსაცმელი ვერ ჩაიცვა. ეს იყო პირველი სიგნალი, რომ რატო აცვია ჯამალს სხვა ფეხსაცმელი. შემდეგ უკვე გადის დრო, უკვე გაარკვიეს თურქმა და მალევე ამ გამოძიებას შეუერთდნენ უკვე CIA-ის წარმომადგენლებიც და თურქი გამომძიებლები შევლენ საკონსულოში და იქ აღმოაჩენენ სისხლის კვალს. მოკლედ, დაახლოებით 2 კვირაში გაირკვევა, რომ ჯამალ ხაშოჯი კი არ დაიკარგა, კი არ გამოვიდა საკონსულოდან და სადღაც წავიდა და დაიკარგა, არამედ ჯამალ ხაშოჯი საკონსულოში მოკლეს. მე მახსოვს, 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში იყო ჩამოსული ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უშიშროების საკითხებში ჯონ ბოლტონი. და მაშინ ჩვენ მქონდა ინტერვიუ ჯონ ბოლტონთან და ბევრი შეკითხვა ჰქონდა საქართველოსაც ეხებოდა და ბუნებრივია ეხებოდა ჯამალ ხაშოჯისაც, იმიტომ რომ მაშინ მსოფლიო პრესა, მხოლოდ არა, მაგრამ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე დიდი საქმე, რომელზეც წერდნენ მსოფლიოში და რასაც აშუქებდნენ. და მე მაშინ მკითხე ჯონ ბოლტონს ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები, მან დამიდასტურა, რომ ამაში უკვე CIA-ის ეჭვი არანაირად არ ეპარება იმაში, რომ ხაშოჯი მოკლეს საკონსულოში, მაგრამ ჩემი შეკითხვა იყო, ვინ იყო დამკვეთი, შემსრულებლები, იყვნენ ის ადამიანები, შიგნით ვინც იმყოფებოდა. მაგრამ და იქ იყო საუბარი 15 კაციან ჯგუფზე, ესეც არ იყო ბოლომდე გარკვეული, მაგრამ ვინ იყო ამ მკვლელობის ორგანიზატორი, ვინ იდგა უკან და მე მაშინ მახსოვს, რომ მან მითხრა, რომ ეს ალბათ მალე გაირკვევა ამ შეკითხვაზე, ბოლომდე ესე პირდაპირ არ მიპასუხა. CIA-ის გამომძიებლები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს არ იყო რაღაცა იმპროვიზირებული მკვლელობა, ეს იყო კარგად დაგეგმილი ოპერაცია, სპეციალურად ჩამოიყვანეს ადამიანი, რომელიც გავდა ჟურნალისტს, ჩამოიყვანეს პათოლოგოანატომი, რომელმაც დაანაწევრა მისი ცხედარი. შემდეგ შედგა, როგორც არკვევენ ჟურნალისტები, სატელეფონო საუბარი MBS-სა და ტრამპ შორის და მალევე MBS-მა აიღო პასუხისგებლობა ამ მკვლელობაზე. ერთ-ერთ ინტერვიუში მან განაცხადა, რომ როგორც ქვეყნის ფაქტობრივი მმართველი, ლიდერი, კრონპრინცი, ის იღებს პასუხისმგებლობას ამ მკვლელობაზე, რადგან პასუხს აგებს ნებისმიერ მსგავს მოვლენაზე და ამბობს, რომ ნამდვილად მოკლეს ადამიანებმა, რომლებიც ჩავიდნენ თურქეთში საუდის არაბეთიდან, მაგრამ ასევე ამბობს, რომ ეს იყო არასანქცირებული, არალეგალური, არაკანონიერი ოპერაცია. Rogue operation, ანუ აბსოლუტურად უარყო ის, რომ მას რამენაირი შეხება ჰქონდა აი ამ ოპერაციასთან. ერთ-ერთ ინტერვიუში მაშინ საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ამ ტრაგიკულ ამბავს უდიდესი შეცდომა დაარქვა. Huge mistake. ადამიანები, რომლებიც მონაწილეობდნენ ამ ოპერაციაში, დააკავეს, თავიდან მათ მიუსაჯეს სიკვდილით დასჯა, მაგრამ 2020 წლის სექტემბერში სასამართლომ შეცვალა ეს გადაწყვეტილება და 5 მონაწილეს ამ ოპერაციის სიკვდილით დასჯა შეუცვალეს 20 წლით თავისუფლების აღკვეთით, კიდევ 3-ს 8 წლიანი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, უბრალოდ 7-დან 10 წლამდე. მოკლედ მთლიანობაში, ესე იგი, ესე დასაჯეს სულ 8 ადამიანი. სასამართლომ ახსნა თავისი გადაწყვეტილების შეცვლა იმით, რომ ჯამალ ხაშოჯის ოჯახის წევრები გამოვიდნენ განცხადებით და თქვეს, რომ ისინი პატიობენ ამ
ესე იგი ოპერაციის წევრებს, ანუ საკუთარი ნათესავის მკვლელობას და აი ეს სასამართლო გამოიყენა არგუმენტად, რომ სიკვდილით კი არ დასაჯოს, არამედ უბრალოდ ციხეში დატოვოს ეს ადამიანები. მაგრამ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, რაც მე უნდა ვთქვა, არის ის, რომ კი იყო უდიდესი კრიტიკა. ძალიან ბევრი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ აი ჩვენ არ გვეპარება ეჭვი, რომ ამის უკან დგას თვითონ MBS-ი, რომელსაც საშოჯი აკრიტიკებდა. მაგრამ საუდის არაბეთთან ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მაგალითად ურთიერთობა არ გაწყვეტეს. ну რაღაცა პატარა კრიტიკით შემოიფარგნენ. შემდეგ ამას გააგრძელებს შემდეგი პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების ბაიდენი, რომელიც თავიდან ძალიან გააკრიტიკებს MBS განცხადებასაც გააკეთებს, რომ ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, მაგრამ 2022 წელს ვიზიტით, როდესაც იმყოფებოდა საუდის არაბეთში, მას ძალიან ჭირდებოდა, რომ MBS გაეკეთებინა განცხადება, რომელიც იმოქმედებდა ნავთობის ფასზე. მაშინ ნავთობის ფასი საკმაოდ მაღალი იყო და MBS-მა მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ვითომ დაპირდა ბაიდენს, რომ ასე იზამდა, მაგრამ ეს არ გაუკეთებია. მაინც აი აღმოსავლური ამბავი გაუკეთა მას, არ დაავიწყდა, ესე იგი, როგორ განცხადებებს აკეთებდა ბაიდენი მასზე. იცით რა, სანამ ვამზადებდი ამ ეპიზოდს, როდესაც ვამზადებდი ამ ეპიზოდს, აი სულ 2-3 დღით ადრე დონალდ ტრამპმა, მეორედ არჩეულმა, ამ დიდმა პოლიტიკოსმა წარმოუდგენელი განცხადება გააკეთა ამ შემთხვევაში ისევ და ისევ MBS-ზე. ძალიან წინააღმდეგობრივი განცხადება. მე არ ვიცი, ხო მე ექიმი არა ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში, როდესაც რამდენჯერმე მოვისმინე ეს განცხადება, თავიდან მეგონა, რომ ეს არის ფეიკი. მეგონა, რომ არ არის რეალური. თუმცა რატო არ არის რეალური ისეთებს ამბობს ეს კაცი, რომ რატო გამიკვირდა, მაგრამ მაინც აი წარმოუდგენელი. მან ისაუბრა, ჯერ ეს ერთი საუბრობდა, ესე იგი, სიტუაციაზე ახლო აღმოსავლეთში, ირანში ომის შესახებ, ისევ და ისევ ისაუბრა იმაზე, როგორ არ მისცეს მას ნობელის პრემია, ეს როგორ ჩარჩა, ესე იგი, ამ ადამიანს მარტო ამაზე ფიქრობს. და შემდეგ გადავიდა კრონპრინცზე, მუჰამედ ბინ სალმანზე და უცებ თქვა, რომ მან ჯობია, არ ვიცი როგორ თქვა ეს, ვიდეოს განახებთ, ტიტრებიც იქნება, მან ჯობია მაკოცოსო. He didn't think he'd be kissing my ass. შემდეგ თქვა, რომ he is a fantastic guy. ან წინააღმდეგობრივი, არ ვიცი, დემენცია აქვს ამ ადამიანს თუ რა ხდება, ყოველ დღე იმის მერე, მე ვემზადები, აი დღეს იყო, არის ჩაწერა, ხო? აი ყოველ დღე დილით ეგრევე ვიწყებ, ესე იგი, ახალ ამბებს უყურებ, რა უპასუხა MBS-მა. ჯერჯერობით, არ ვიცი, როდესაც გავა ეს ეპიზოდი, არ ვიცი რა მოხდება აი ამ პერიოდში, მაგრამ ჯერჯერობით მუჰამედ ბინ სალმანის დუმს არაფერი არ უთქვამს, მაგრამ მართალი გითხრათ, აი წარმომიდგენია როგორი განრისხებულია მტკიცენების პრინცი, როგორი განრისხებულია ამ ესე იგი ადამიანზე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტზე. კიდევ ერთი რაც მინდა ვთქვა MBS-ის საგარეო ურთიერთობებზე, იგიც ყველანაირად ცდილობდა, რომ დაელაგებინა ურთიერთობა ისრაელთან, ბევრი რამ შეცვალა 2023 წლის 7 ოქტომბერმა ამ საზარელმა ტერაქტმა ისრაელში, რომელიც ჩაიდინა ჰამასმა და სხვა შორის ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჰამასის ერთ-ერთი მიზანი ზუსტად ეს იყო, რომ ამას ემოქმედა ურთიერთობაზე, ნეგატიურად ემოქმედა ურთიერთობაზე ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის. საუდის არაბეთი ყოველთვის იყო პალესტინელების მფარველი, ყოველთვის ეხმარებოდა პალესტინელებს, რომლებიც ცხოვრობენ ისრაელში, მაგრამ ამასთანავე
ცდილობდა და MBS-ი ამას აქტიურად ცდილობდა რომ დაელაგებინა ურთიერთობა ისრაელთანაც არსებობს ესეთი ინფორმაცია რომ 2022-ში შედგა ესეთი საიდუმლო შეხვედრა მასა და პრემიერ-მინისტრ ნეთანიაჰუს შორის საუდის არაბეთში სადღაც უდაბნოში და ამაზე ამბობენ რომ თუ საუდის არაბეთში იკითხავთ ამის შესახებ ისინი იტყვიან რომ არა მსგავსი რამე არ მომხდარაო და ებრაელებს თუ კითხავთო ისინი უბრალოდ გაიღიმებენ და ჩუმად ესე იგი ესეთ კომენტარს გააკეთებენ მიმიკით და არა სიტყვებით მოკლედ MBS-ი აი ესეთი ადამიანი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მდიდარი ქვეყნის რეალური მართველი იქიდან გამომდინარე რომ მოქმედი მეფე არის უკვე ძალიან ასაკოვანი ადამიანი ალბათ არ ვიცი ხა როდის მაგრამ ვიხილავთ ჩვენ ამ ადამიანს მეფეთ ადამიანი რომლის გადაწყვეტილებებს უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს პირველ რიგში ეკონომიკური თვალსაზრისით მთელი მსოფლიოსთვის ნამდვილად წინააღმდეგობრივი მართველი ამ რეფორმებსაც ატარებს მაგრამ ამასთანავე ყველაზე არა მაგრამ ერთ-ერთი ისეთი ავტორიტარული ლიდერია რეპრესიები რომელიც არის ამ ქვეყანაში ამაზე ბევრი საუბრობს ნამდვილად და მინდა დავასრულო მისი ერთ-ერთი ფრაზით ციტატით როდესაც მან თქვა ერთ-ერთი ინტერვიუში ჟურნალისტმა კითხა რამ შეიძლება გაგაჩეროთ თქვენ და მან ძალიან მშვიდად უპასუხა холод სიკვდილმა. აი ესე ჩვენი ეპიზოდი იყო მოჰამედ ბინ სალმანზე, საუდის არაბეთის კრონპრინცზე, ტახტის მემკვიდრეზე. აი ესეთ ადამიანზე მოგწერეთ, რას ფიქრობთ მასზე, რა იცით. კიდე ბევრი რამ არის, მე როდესაც ვისაუბრე მის ქონებაზე და მილიარდობით დოლარს ითვლის მისი ქონება. სასახლეები, საუდის არაბეთში, საზღვარგარეთ, ხელოვნების ნამუშევრები, ყველაზე ძვირადღირებული ნამუშევარი, სალვატორ მუნდი დამავიწყდა მე თქვა იახტებზე. აი ერთ-ერთი მისი იახტა, რომელიც სხვათა შორის რუსი ოლიგარქისგან იყიდა, რომელსაც სერინ ქვია, იყიდა 500 მილიონ ევროთ. თავიდან ეს რო წავიკითხე არაერთ იმაში წყაროს რო გავეცანი, ვიფიქრე, აი იახტა როგორ უნდა ღირდეს ახლა ლეონარდო და ვინჩის ნამუშევარზე ამ შედევრზე უფრო ძვირი განა რა არის. ნუ რა გითხათ მეგობრებო ახლა რომ ნახე მე რა ვიცი ახლა იქ სპორტული დარბაზები, კინოთეატრები, დიდი სამეჯლისო დარბაზები, სადაც ეწყობა წვეულებები, სპა ზონები, ეს ყველაფერი 9 კილომეტრიან იახტაზე, ეხლა საძინებლებზე და საბაზანო ოთახებზე და რა ვიცი, ყველაფერზე შიგნით რა ხდება, აღარ საუბრობ. ორი აქ ესეთი იახტა. ერთი 300 მილიონად შეიძინა, მეორე 500-ად. ის ერთი მოტყობა არ ვიცი, უფრო პატარა. მოკლედ, რა ვიცი. მოკლედ ეს იყო ჩვენი ეპიზოდი MBS-ზე. მოიწონეთ თუ მოგწონთ, მოუყევით ჩვენი პროექტის შესახებ სხვებს. დიდი მადლობა აი ამ ბოლო პერიოდში ბევრი ახალი ფოლოვერი გვყავს. იმედია რომ თქვენ დარჩებით ჩვენს ფოლოვერად. იცით რა, მე მინდა მოგახსენოთ რომ ჩვენს YouTube არხს, 64-ის YouTube არხს დღეს ყავს 37,000 ფოლოვერი. ბოლო თვეებში განსაკუთრებით ბევრი მოგვემატა, დიდი მადლობა ყველას, იმედია დარჩებით ჩვენთან. მაგრამ მოდით ახლა მე საბჭოთა კავშირში დაბადებულ ადამიანს, ესე იგი გეგმები მიყვარს და აი ამ 2026 წლის ბოლოსთვის 50,000 ფოლოვერი ყავდეს. შემოგვიერთდით, რა ვიცი, 100 თუ იქნება, არ ვიტყვით უარს. როგორც არის. დიდი მადლობა ყველას და შეგახსენებთ სტუდია 64-ის შესახებ კიდევ ერთხელ ჩვენ გთავაზობთ კრეატიული კონტენტის შექმნას და
მობრძანდით, დაგვიკავშირდით, ჩვენი ელექტრონული პოსტის მისამართი არის ვიდეოს აღწერაში და აუცილებლად მობრძანდით და ვითანამშრომლოთ. და საერთოდ მოგწერეთ თქვენი კომენტარები, რა ეპიზოდების ნახვა გნებავთ, რას ფიქრობთ ამაზე, რა ვიცი, MBA-ზე რას ფიქრობთ. მოგწერეთ. დიდი მადლობა და მომავალ შეხვედრამდე. Ravi Coffee Roasters, მადლობა.